ძალიან კარგი. მაშასე ჩემო ძვირფასო, მეგობრებო და გენიოსებო, აბა როგორ ახართ, როგორია განწყობა, როგორ ჩაიარა ერთმა კვირამ ვის უნდა განცდა, კიდევ მინდას განცდა. ხო გახსოვთ, აი ესეთი ის რომ რაღაცას რო გასინჯაოთ და კმაყოფილების ის რო არა გაქვს, რომ აი კიდევ გინდა და მეტი ახარ არის. აი ესეთი განცდა ხო არ გაქვთ. საერთოდ ძალიან რთული დასაჭერია ხოლმე ეს ოპტიმალური ვარიანტი, რომ არ ძალიან გადაიღალოს ადამიანი და მოსაწყენი არ გახდეს და არც რაღაც ძალიან ისეთი დაუკმაყოფილებები შეგრძნება რომ დარჩეს. 35 დღიანი პროგრამა ჩვენ რო გვაქვს სხვათაშორის სუპერ ეფექტურობის, აი ძალიან ოპტიმალური გამოვიდა. აი იქაც აქვს ცოტა ოდნავ ესეთი აი კიდევ მინდას შეგრძნება ხოლმე, მაგრამ უკვე უფრო მეტი რო გააგრძელო შეიძლება უკვე მithumetes მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვა ტიპის დავალებებიც არის, უფრო სახალისოდ მიმდინარეობს, თამაშია, ფაქტობრივად ტრენინგ თამაშია. იდეალური განწყობაო, გოჩა გვეუბნება, ძალიან კარგი. აი ნინოს მე მინდა, ანასაც უნდა. ძალიან კარგი. გული დამწყდა რომ დამთავრდაო ნინო ამბობს. არა უშავს. დასასრული არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაც დასასრული ყოველთვის არის რაღაცის დასაწყისი. რაღაც ახლის დასაწყისი. ასე რომ, მოდი ეხლა პირდაპირ გადავალ დანარჩენები მე ნახავენ ჩანაწერში, ამიტომ ჩვენს დღევანდელ პროგრამაზე რა გვექნება ჩვენ დღეს ჩემო ძვირფასო გენიოსებო. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. ალბათ უკვე მოიმარჯვეთ თქვენ ავტოკალმები, ალბათ უკვე მოიმარჯვეთ ფურცლები, გააქვთ თქვენ უკვე ხო ცოტა არ იყო სუპერ ეფექტურები ხართ და შესაბამისად რაღაცნაირად ვებინარებზე მოდიხართ მომზადებული. სხვაერთშორის მე გირჩევთ რომ ყოველთვის იაროთ ყველგან სადაც არ უნდა იყოთ რაიმე ან დიქტოფონი ტელეფონში ყველას აქვს ხა დიქტოფონი პრინციპში ან პასტა ან რაღაც ბლოკნოტი ყოველთვის გედოთ ჩანთაში ჯიბეში რომ უცებ რაღაც აზრი რომ მოგივიდეთ რაღაცის ჩაწერა რომ დაგჭირდეთ თან გქონდეთ რაიმე საშუალება ჩასანიშნად ჩასაწერად მერწმუნეთ ხანდახან ისეთი იდეები დამკარგვი აი მე ეხლა სახში ქვემოთ ვიყავი და რაღაც იდეა მომივიდა თავში და სანამ ამოვირბინე ზემოთ ჩემს კაბინეტში სადაც მქონდა რომ ჩამენიშნა ან რაღაცა რამოდენიმე წამის ამბავი იყო იქ ადგილზე უცებ ვერ იმასვენ იქ გამოვაღე კარები რაღაცა პასტას ვეძებდი ვერ ვნახე ალბათ 10 წამი გავიდა 15 წამი და რო ამოვდიოდი ისე სანამ აქ მოვედი მანამდე უკვე გამომიფრინდა თავიდან თან ვიმეორებდი გზადაგზა რო არ დამიწყებოდა მაგრამ ტელეფონმა დარეკა თუ ვიღაცამ დაიძახა ზუსტად არ მახსოვს შარშან იყო და რაღაც მომენტში წამში დამეკარგა ის რა ქვია ყურადღება სხვა მიიპყო და მორჩა გაფრინდა მოკლედ რა გვექნება დღეს პირველი შევაჯამებთ შედეგებს და გავარკვევთ ვინ როგორ რა პრიზებს მიიღებს და რა საჩუქრებს მიიღებს და ვინ მიიღებს მერე მოკლედ აგიხსნით პატარა პრეზენტაციას გავაკეთებ თუ რა გველოდება 26 ნოემბრის ტრენინგზე და მათთვის ვინც ვერ არ წამოვა 26 ნოემბრის ტრენინგზე ასევე გეტყვით თუ როგორ უნდა იმუშაოთ დამოუკიდებლად იმასთან რაც თქვენ გაქვთ უკვე აი ამ ერთკვირიანი მარათონის შემდეგ ხო ანუ რაღაცა გვაქვს დღეს მაგრამ ამას ხო რაღაცა უნდა უყოთ ახლა მივიღეთ რაღაც ანალიზი გავაკეთეთ და გავიგეთ რა ხდება აწერტილში სად ვართ ანუ ეხლა ჩვენ გვჭირდება სადღაც გადაადგილება ხო ბეწერტილში მაგრამ აქ რო ვართ და რო ვიცით სად ვართ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ავტომატურად სადაც გვინდა იქ აღმოჩნდებით ახლა უნდა გავაკეთოთ გარკვეული დაბიჯები უნდა გადავდგათ გარკვეული ქმედებები უნდა განვახორციელოთ და სწორედ ამაზე თუ რა და როგორ ძირითადად ვისაუბრებთ 26-ს და იმათაც ვეტყვი რა გააკეთონ ვინც ვერ წამოვა 26-ში არ დავტოვებთ არავის ისე რომ აი ეხლა თქვენ კარგად იყავით შუაგზაზე ეგ არ არის ჩემი სტილი ყოველ შემთხვევაში სხვებს ჯვარი წერია ყველას ენთუზიაზმი დაიკარგაო ნინო ამბობს რატო ნინო ვის დაეკარგა ენთუზიაზმი ენთუზიაზმი დაიკარგაო ნინო კითხულობს და არ ვიცი ვის ეკითხება ძალიან კარგი მაშასე რა გვაქვს ჩვენ დღეს მე ეხლა გადავალ და ნახავ ერთი ჩვენს ცხრილს რა ხდება
ესე იგი, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ ცხრილში პირველი ათეული საერთოდ ესე გამოვიდა, რომ ყავს 30 ადამიანი ყავს პირველი ათეული. ანუ მოკლედ ძალიან საინტერესო აქტივობები წამოვიდა და გამომდინარე აქედან სხვათა შორის შევადარე მე ტესტ დრაივის უფასო ჯგუფს. ჩვენ მქონდა მე-6 სეზონის წინ უფასო ტესტ დრაივი ბევრი თქვენთაგანი იყავით იქ. ჯგუფში გაწევრიანებული იყო, ეხლა მან 700-ზე მეტი ადამიანია, მაგრამ როცა სტარტი ავიდეთ 500-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული. და 500 ადამიანიდან ბოლომდე აქტიურა 50-მა, ანუ 10%-მა. და აქ სტარტი ავიღეთ 197-მა ადამიანმა და ბოლომდე აქტიურა, როგორც ვატყობ, თითქმის იგივე რაოდენობის ადამიანმა. ფაქტიურად 30%. ანუ სამჯერ უფრო მეტი აქტიურობა არის ამ ჯგუფში. ძალიან კარგია მომწონს. ყოჩახ თქვენ. მოკლედ ეხლა მე რო ჩამოვთვალო აქ პირველი ათეული 30 კაცია და პლუს კიდევ 20 კაცი. ჩამოთვალს აზრი არ აქვს, თქვენ თვითონ ხვდებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ. აქ სიაში როგორც წერია პირველი, მეორე ევა არის, პირველი მერე ანა გურეშიძე, მერე ანა კაცლოევა. ეს არ არის რაიმეთი ვინმე პირველ ადგილზე. არა, თქვენ ყველანი თანაბრად ხართ, უბრალოდ სისტემამ დაალაგა იმის მიხედვით. ალფაბეტის მიხედვით, სავარაუდოდ. სხვა რაიმე უპირატესობა არავის ვინც დაუშვათ პირველი და მეორე წერია და 29 წერია, მათ შორის არაფერი არ არის. ასე რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ყველას, უღმეს მადლობას გიხდით, რომ აი ესეთი აქტიურები იყავით. ეს არაჩვეულებრივია და მე უნდა გითხრათ ეხლა თქვენ თუ რა პრიზები და რა საჩუქრები გელოდებათ. აი ესეთი არაჩვეულებრივი აქტიურობისთვის. პირველი პრიზი, პირველი საჩუქარი, რომელიც მე გამოვაცხადე, ეს იყო 36 სუპერ ეფექტური შეკითხვა საკუთარი მოწოდების გასარკვევად. ეს არის ბროშურა PDF ფორმატში, ქართულად გაკეთებული, ქართულად თარგმნილი ჩემს მიერ და ქართულად აწყობილი. მისი ავტორი პირადად მე არ ვარ. მისი ავტორი გახლავთ ცნობილი ებრაელი მილიონერი და ბიზნეს ტრენერი ისაკ პინტოსევიჩი. მე მისი აქტიური, ესე ვთქვათ, მოსწავლე ვარ, ბევრ სხვასთან ერთად, გავდივარ მასთან ონლაინ პროგრამებში, ხშირად ცოცხალ ტრენინგზე მასთან ჯერ არ ყოფილვარ. ლია, თქვენ გადახვალთ, მანდ არის სატურნირო ცხრილი, საიტზე. დააჭერ, გაიხსნება სატურნირო ცხრილი, მიყვები და ნახავ, ვინც არის პირველი 30. და ყველა საერთოდ ვინცად არის. პრობლემა არ არის. და ვინაიდან სულ 50 ადამიანი იყო ბოლომდე აქტიური და აქედან 30 ფაქტიურად თანაბარი ქულებით ხარ და პირველზე ადგილზე ხართ ყველა. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ფაქტიურად აქ პრეზიორის ცალკე დაჯილდოება არაფერი არ გამოვა, ამიტომ ყველა მიიღებს, ვინც აქტიური იყო, ვინც თავიდან ბოლომდე იმუშავეთ, ყველა მიიღებთ აი ამ პრიზებს. როგორც პირველი ადგილისთვის განკუთვნილს, პირველი ათეულისთვის უпростоრად. ჩვენ მქონდა მარტო პირველი ათეულისთვის, ცალკე პრიზი და დანარჩენებისთვის ცალკე. არ იყო პირველი და მეორე ადგილის გამოვლენა აქ. მაგრამ იმ ათეულის პრიზს მოგცემთ ყველას. აი ესეთი მაგარი აქტიურობის თვის. და ეს არის ბროშურა არის ქართულ ენაზე. დალაგებული არის შეკითხვები რამოდენიმე ეტაპად. გულდასმით უნდა გაიაროთ, უნდა დაჯდეთ თქვენ თვითონ იცით უკვე როგორ უნდა იმუშაოთ ალბათ ასეთ სერიოზულ თემებთან. მარტო არავინ არ არის საჭირო თქვენ დაჯდებით და იმუშავებთ. შეიძლება 1 საათი დაგჭირდეთ, 1 საათში ვერ ჩაეტევით. 2 საათი, 3 საათი შეიძლება ერთ ეტაპთან ერთ დღეს იმუშაოთ, მეორე ეტაპთან მეორე დღეს იმუშაოთ, მოკლედ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ. ჯერ თავიდან ბოლომდე გადაიკითხეთ. მუშაობის პრინციპი ასეთია, შემდგომ მიყვებით თანდათანობით. ეს არის პირველი ძალიან მაგარი, ძალიან სერიოზული დოკუმენტი, ძალიან სერიოზული მასალა იმისთვის, რომ თქვენ დამოუკიდებლად იმუშაოთ საკუთარ თავზე და გააგრძელოთ ძიება, საკუთარი იკიგაისა. დაგეხმარებათ ძალიან სხვათა შორის აი ეს ბროშურა. ძალიან საინტერესო და თანმიმდევრულობით შედგენილი არის. ასევე არის PDF ბროშურა 10 ნაბიჯი საოცნებო მიზნისკენ. 10 ფაქტორი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი მიზნის დაგეგმვის დროს. ეს PDF ბროშურა შედგენილია ვალერი სინელნიკოვის, ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი არის, ასეთი თუ გსმენიათ და მწერალი. მისი წიგნები ბესტსელერებად არის ქცეული, განსაკუთრებით შეიყვარე ავადმყოფობა შენი. ის ჯერ არ ამგონია ქართულად რო იყოს თარგმნილი, მაგრამ თუ თქვენ სადმე
თუ თქვენ რუსული იცით, მაშინ მე აუცილებლად გირჩევთ შეიძინოთ უფასოდაც იპოვით PDF ფორმატში მას ინტერნეტ სივრცეში და წაიკითხოთ საოცარი წიგნია. და აი ეს 10 ნაბიჯი საოცნობო მიზნისგან PDF ბროშურა მე შევადგინე მისი წიგნებიდან. მას აქვს განზრახვის ძალაზე და მიზნებზეც ძალიან მაგარი წიგნები. და იმის მიხედვით შევადგინე, აქ არის 10 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც თქვენ მუშაობთ საკუთარ მიზნებზე. ესე რომ ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო მასალა და სასარგებლო ის არის წიგნია, PDF ბროშურა. გარდა ამისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მაქვს კიდევ ორი ძალიან მაგარი საჩუქარი იმათთვის, ვინც ბოლომდე იქნება დღეს ჩვენთან. ისე კი არა, ვიღაცა შემოვიდა, ვიღაცა წავიდა, მე რაღაცას უყურებს ფილმს და ცალიყური რო აქვს ჩვენთვის. არა, თქვენ შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, მაგრამ აი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან განსაკუთრებით ყურადღებით, ვინც მთელი თავისი არსით და აზრით ჩვენთან არიან, აი იმ ადამიანებისთვის გვაქვს ჩვენ აი ეს ორი არაჩვეულებრივი კიდევ ბონუსი, საჩუქარი. სიყვარული 12 საწავო მოქმედი ფორმულა. ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი. მას ვერსად ვერ იყიდით, ვერსად ვერ მოიპარავთ, ვერსად ვერ იშოვით, ვერც უფასოდ, ვერც ფასიანად დღეს. არსად არ არის. ის თავის დროზე იყიდებოდა რამოდენიმე წლის წინ ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ ეხლა ამოღებულია გაყიდვიდანაც, გასაჩუქრებიდანაც, სადმე თუ სადღაცას ნაკიდი რო აქვს იმან თუ პირატულად სადმე აკრიფა, არ ვიცი. თორემ ეხლა არსად არ იყიდება. უბრალოდ ექსკლუზიურად ავტორისგან, მისი ავტორი გახლავთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მენტორი, პირველი მენტორი, ქართველი რაც თავარია, ქეთევან გოგიაშვილი, ბევრი იცნობს და ვისწავლოთ მის არაჩვეულებრივ ზღაპრების წიგნს, რომელიც უფასო წვომაში არის ინტერნეტში, ჩვენ მას ჩართული გვაქვს როგორც ერთ-ერთი ძალიან მაგარი მასალა ჩვენს პროექტში სუპერეფექტურობა. ბებიკო ნაილის ზღაპრებიდან, საოცარი ზღაპრების წიგნიდან და აი ეს 12 საწავო მოქმედი ფორმულა არის ასევე ძალიან მაგარი და არაჩვეულებრივი წიგნი. სულ სხვა თვალი დაგანახებთ. ეს არ არის რაღაც ბანალური სიყვარულზე დაწერილი რაღაც უაზრობა და იდიოტიზმი, რომელიც ძალიან ბევრი იწერება. ეს არის სულ სხვა თვალით, სულ სხვა კუთხით, სულ სხვა მზერით, სულ სხვა რაკურსით დანახული რაღაც საოცარი ხედვა სიყვარულისა და ზოგადად ადამიანური ურთიერთობებისა. თქვენ თვითონ ნახავთ, როცა ამ წიგნს მიიღებ და წაიკითხავ და ტესტი როგორია ჩემი мотиваცია. ეს არის ძალიან მაგარი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ასევე გაერკვეთ დღევანდელი თქვენი მდგომარეობის შეფასებაში. იქ სადაც თქვენ ხართ, იქ რასაც თქვენ აკეთებთ. რამდენად თქვენია და რამდენად მოტივირებული შეიძლება იყო და რას შეგიძლიათ მიაღწიოთ იმით რა. ანუ რა თქვენ იკიგაისში გაგმოაჩინეთ, სად ხართ, ხო? დაახლოებით, რომელ ნაწილში ხართ სექტორისა, აი თქვენ გააკეთეთ, იცით ხო სად ხართ? ეხლა აქ შეგიძლიათ აი ამით ტესტირება გააკეთოთ. თუ რა გელოდებათ, თუ იქ დარჩებით იმ შემთხვევაში, ან საერთოდ საიჭილება იმოძრაოთ და როგორ რაღაც ორიენტირების გაკეთებაში დაგეხმარებათ. ყველა საყვარელი ზღაპარიო ქეთევანი ამბობს. დიახ, ვინც წაიკითხა, ეს ზღაპარებიც არ არის გამოსაცემად მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიცემა. სულ რაღაც ახალი სიტყვაა ესეც ზღაპრების მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აი ზღაპრების ისტორიაში თუ როგორ ითქმის ეს საზღაპრო თუ ზღაპრულ ლიტერატურაში ეს არის სრულიად ახლებური ხედვა. რამდენჯერ წავიკითხე, მეც არ ვიცი. და ვინც წაიკითხა, ვისაც მე მივეცი, ეს დავალებად ვაძლევ, ჩვენო წაიკითხონ და რაღაც მე იქ რაღაცები დაწერონ იმის შესახებ. ჩვენი ტრენინგ თამაშის მონაწილეებს ყველა არის აღთოვანებული 99%. და სად ვიყავით მანამდე ეს რო ჩვენთვის არ გენახებინა დანაშაული იქნებოდაო, მეუბნებოდნენ ხოლმე მონაწილეები. მოკლედ აი ესეთი არაჩვეულებრივი პრიზები გელოდებათ წინ. აი ეს ორი მარტო იმათ, ვინც აქ იქნება. თუ როგორ გავიგებ, იყავით თუ არა ჩვენთან მთელი ვებინარის განმავლობაში, ამას წინასწარ არ გეტყვით. მაგრამ აუცილებლად გავიგებ. მოკლედ, აი ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შვენიერი საჩუქრებია. იმედია ყველას დავიმსახურებო დალი ამბობს. რა თქმა უნდა, ყველაზე ტკბილი და გამაცნობიერებელი ნაწარმოებია, საოცარია. მაყოფილი ვარ უკვე, ნინო ამბობს, ხატია ამბობს, ძალიან კარგი, დიდებულია. მე არ მაქვს ზღაპრებიო, ირინა ამბობს.
ხო, არ ვიცი ირინა, რატო არ გაქვს ზღაპრები, მე ვიცი, რატო. შენ ხო არ გაგივლია ის ოფიციალურად ბოლომდე. ხო, შენ ხო არ იყავი ოფიციალურად ჩვენთან პროექტში. და იმიტომ არ გაქვს, თორე ვინც გაიარა ტრენინგ თამაში, ყველას აქვს. მერე დაგვიკავშირდი ისა ინგა ნინოს დავუკავშირდი ანმე პირადში და მერე მოგცემთ. ის ამ სიყვარულის 12 ფორმულისგან განსხვავებით უფასო წვიმაში არის ინტერნეტში ბებიკონალის ზღაპრები, დევს. შეიყვანეთ და შეგიძლიათ მოძებნოთ, დაგუგლოთ. ეხლა არ გადახვიდეთ ოღონდ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კარგით. ეხლა გადავიდეთ ჩვენს მომდევნო თემაზე, მე არ მინდა დღეს გადაგღალოთ. სწრაფად მოვრჩეთ, ხვალ სამუშაო კვირა იწყება და ყველანი იზე უნდა იყოთ. კარგით. მე ხა მაინტერესებს თქვენი აზრი. აი ეს ერთი კვირა რო გავიარეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი რაც მე თხოვნა მაქვს თქვენთან. თქვენ შეგიძლიათ გარდა ოფიციალური დავალების ფორმატისა, მე არავის არ გავალდებულებთ, არავის არ თქვათ ეს არ არის აუცილებლობა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ან ვიდეო ფორმატში, ან ტექსტურ ფორმატში დაწეროთ თქვენი გაცნობიერება. ზოგადად, აი ერთი კვირიანი ფორმატ, აი ერთი კვირის გავლის შემდგომ რა გაცნობიერება მიიღეთ. რამე აღმოაჩინეთ საკუთარ თავში, რაღაც ინსაიტი გქონდათ, რა გაიგეთ, როგორ რანაირად რაღაცა ხო შეიცვალა თქვენში, აი რა და როგორ აი ამის შესახებ რო დაწეროთ ტექსტი და ან თქვათ ვიდეო რო ჩაწეროთ და გამოგვიგზავნოთ ანმე ან ნინოს პირადში. შეგიძლიათ ატვირთოთ პირდაპირ იქ დახურულ ჯგუფშიც. არ არის პრობლემა. რა მაინტერესებს? აი თქვენ ეხა რო გააკეთეთ ეს ერთი კვირიანი მარათონი რო გაიარეთ. აი როგორ ფიქრობთ ეხლა რაც გააქვთ ხელში, რა უნდა გავუკეთოთ ამას? რაში გამოგადგათ ეს ყველაფერი, ან გამოგადგებათ კი იმ ფორმით, რა ფორმითაც ეხლა ეს გააქვთ. რა თქმა უნდა, უკვე რაც თქვენ გაიარეთ, რაც თქვენ გაიგეთ, თუნდაც ბოლო ორი სავარჯიშოთ იკიგაით და ცხოვრების ფორმით, უკვე ძალიან მაგარია. ხო, აი დამიწერეთ ეხლა თქვენ ჩატში რას აპირებთ? აი რა უნდა გავუკეთოთ ეხლა ამ ინფორმაციას? კარგი, ჩვენ მივიღეთ, კი ბატონო, გავიგეთ, სად ვიმყოფებით? მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ყველა სფეროში 8 ძირითად მიმართულებად იყო დაყოფილი. ჩვენ გავიგეთ, სად ვიმყოფებით ჩვენი საქმიანობის მიხედვით დღეს, რომელ სექტორში ვიმყოფებით? აი ამ არაჩვეულებრივი იაპონური ცნების იკიგაის სქემატური განმარტება გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად. და გამომდინარე აქედან თქვენ ეს ყველაფერი გაიგეთ, კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ის ინფორმაცია ანალიზის შედეგად რაც თქვენ მიიღეთ დღეს, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აზრით შემდგომი ხვალინდელი დღისთვის და ახალი წლის უფრო ეფექტურად დასაწყებად. გამოგვადგება თუ გამოვიყენებთო, ქეთევანი ამბობს. დიახ, ქეთევან, სწორედ ამაშია საქმე. ძალიან ხშირად ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ, ახალ ინფორმაციას ვიღებთ და გონია რომ აი ამ ინფორმაციის მიხედვით, აუ ძალიან მაგარი რაღაცა გავიგე, აი უკვე მორჩა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ჭეშმარიტების ხაფანგი გახსოვთ ალბათ ხო პირველი ვებინარიდან. გამომდინარე აქედან, თავარი ის კი არ არის ჩვენ რა ვიცით და რა გავიგეთ. არამედ თავარი ის არის როგორ გამოვიყენეთ ამ ყველაფერს. გამომდინარე აქედან, გარკვეულ შემთხვევაში რაღაც ინფორმაციის ფლობა შეიძლება საზიანოც კი აღმოჩნდეს. ძალიან ხშირად პრობლემებს ის კი არ გვიქმნის, რომ რაღაცა არ ვიცით. ხშირად პრობლემებს ის გვიქმნის, რომ ვიცით რაღაცა და ძალიან ბევრი რამე ვიცით. იმიტომ რომ ეს უსარგებლო, გამოუყენებელი, ცოდნა დაგროვებული ჩვენს ტვინში არის მსგავსად, აი როგორ არის, იცით, ძალიან დიდად ინფორმაციით რომ გადავტვირთოთ აი ჩვენი კომპიუტერი და რომ ვერ მოერიოს მერე და გაიჭედოს. აი ესეთნაირად ჭედავს ის ტვინს, რადგან ტვინი თუ არ არის სათანადო სიმძლავრეზე გაწვრთნილი და მასში უყრით და უყრით ახალ სულ ახალ ინფორმაციას ის ვერ ერევა, ამას ვერ ამუშავებს, ვერ ვიყენებთ ამას ვერაფერში და ვართ აი ეს ვიცით თითქოს და ენციკლოპედიური ცოდნით მქონე ადამიანიო გაგიგიათ ალბათ, ხომ? და შესაბამისად ფაქტიურად პრაქტიკაში ვერაფერში ვერ ვიყენებთ. ვიღაცამ დამიკომენტარა რომელიღაც იმაზე, რომ აი კითხვას თითქოს და ჩემ სტატიაზე, სადაც წერდი აი ამ კითხვებზე და ლიტერატურაზე, კინოზე და ასე შემდეგ.
მე მინდა გითხრათ, რომ კითხვის აწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს და სხვათა შორის ძალიან ბევრს კითხულობდი მთელი ცხოვრება. ბავშვობიდან დატოვებული წიგნებს მიმალავდნენ. სწავლობდი ხუთებზე, ასე რომ არ სწავლის მიმართ მაქვს რამე ალერგია და ბიჟნიკი არ ვარ, ასე ვთქვათ, არ კითხვის მიმართ. ვინც მსგავს კომენტარებს წერს, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის იმ ადამიანის ოროსანის და კითხვის არ მოყვარული ადამიანის მიერ დაწერილი. პირიქით, ძალიან ბევრის კითხულობდი და კითხულობ ახლა ძალიან მაგრად ვსწავლობდი და მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება იქ. და იქ აი იმ პოზიციიდან ვწერ. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაც გავაკეთებთ ჩვენ 26 ნოემბერს. მე თქვენ შემოგთავაზებთ ორ ვარიანტს. თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი. ერთი, ჩვენთან ერთად 26 ნოემბერს მოხვიდეთ ტრენინგზე და იქ ჩვენთან ერთად გავაგრძელოთ ეს დაწყებული საქმე და მივიყვანოთ ბოლომდე. და მეორე ვარიანტი ეს არის თქვენ დამოუკიდებლად გააგრძელოთ გზა და გამოიყენოთ ის ინფორმაცია, რაც გაქვთ თქვენ ხელში. მე შემიძლია გითხრათ ეს თუ როგორ გააკეთოთ დამოუკიდებლად. მე ვარ ახლა ეთერში რაღაც ჩემთან გაჭედა. ისე არ მოხდეს რომ მე ვსაუბრობდე და აქ არ იყოს რაღაცა მე გამიჭედა და რატო არ ვიცი. დამიწერეთ აბა ჩატში თუ ისმის თუ ხედავთ და თუ ისმის ჩემი ხმა და თუ ვარ კავშირზე. კიო შორნა მეუბნება შესანიშნავია. ეთერში ხართ, ჩან ხართ. ვა, აბა ჩემთან რატო არ ჩანს ლაივი. კარგი, მოკლედ. რაც გავაკეთებთ 26-ში. 26-ში. ჩვენ ჩემო ძვირფასო მეგობრებო. 26 ნოემბერი არის კვირა დღე, გვექნება 6 საათიანი შეხვედრა. 11 საათზე დავიწყეთ, გაგრძელდება 5 საათამდე. ადგილს დავაზუსტებთ იმის დამიხედვით თუ რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამაში მოგვიანებით. საერთოდ რა ხდება? მე ძალიან იშვიათად ვატარებ ხოლმე ცოცხალ შეხვედრებს. უკვე ეს თავიდან სულ დავიწყე, მაგრამ ასე ვაკეთებდი 2014-დან ძირითადად ცოცხალი ტრენინგები მქონდა. შემდეგ გადავედი უკვე ონლაინ პროექტებზე უფრო მეტად და ცოცხალ შეხვედრებს იშვიათად ვატარებ ხოლმე. მაგრამ ეს აუცილებელიც არის და კარგიც არის ხანდახან, იმიტომ რომ ცოცხალ შეხვედრას აქვს სულ სხვა დატვირთვა. ცოცხალი შეხვედრის დროს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. ცოცხალი შეხვედრის დროს ერთმანეთში იცვლება გარკვეული ენერგეტიკა. კარგია რა თქმა უნდა ონლაინ ურთიერთობები, მაგრამ როდესაც პირადად შეხვდები ადამიანს, თან ხდება ეს ერთდროულად ერთ დარბაზში ყველა ერთად უზარმაზარი ენერგეტიკის აკუმულირება ხდება. და შესაბამისად ეს არის ძალიან ძლავრი ინსტრუმენტი ახალი გარემოცვის შესაქმნელად, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეფექტურად ღიაროთ წინ. რადგან ტოქსიკური გარემოცვა, რომელიც ჩვენს გარშემო არის, ყოველთვის გვაფერხებს ხოლმე. ასე რომ 26 ნოემბერის თუნდაც იმით იქნება ღირსშესანიშნავი, რომ ჩვენ შევიკრიბებით ერთად, შევხვდებით ერთმანეთს, პირადად გავესწრებთ ერთმანეთს, ჩავეხუტებით ერთმანეთს და გადავცემთ ერთმანეთს სიყვარულის ენერგიას. რაც შეეხება თემებს, რაც გავაკეთებთ ჩვენ 26 ნოემბერს. პირველი ეს იქნება, მე უნდა გითხრათ, რომ ტრენინგები ეს არ არის ლექციები და სემინარები. ტრენინგები ეს არის პირველ რიგში აუდიტორიის მუშაობა, თვითონ თქვენი მუშაობა. ჩვენ ტრენინგებზე იქნება 26 ნოემბერს სადღაც 10 ალბათ მაქსიმუმ 20% თეორია, 80% იქნება პრაქტიკა. 6 საათიდან მხოლოდ 1 საათი თუ დასჭირდება იმ თეორიულ მასალებს, რომელსაც მე ხა ჩამოგიხდით, მე რო გაგაცნოთ თქვენ, საერთო ჯამში ვიძახი. 15 წუთიანი, 10 წუთიანი ბლოკებით. მეორე 1 საათი დასჭირდება დაახლოებით შესვენებებს, დანარჩენი 4 საათი იქნება თქვენი სამუშაო. ასე რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო აქტიურობა და ძალიან დიდი პოზიტიური დღე იმათვის, ვინ ჩვენთან ერთად ექნება. პირველი თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ეს არის ადამიანის 6 ძირითადი მოთხოვნილება. ადამიანის 6 ძირითადი მოთხოვნილება, ანუ ეს არ არის მასლოუს პირამიდა, აქვე მინდა გითხრათ. დაახლოებით მასლოუს პირამიდა მოთხოვნილებების იმაზე არის აგებული ადამიანური მოთხოვნილებების თემაზე, მაგრამ ეს არის განსხვავებული რამ. მოდი ახლა მე თქვენ დამიწერეთ ჩატში რას ხედავთ სლაიდზე. რაღაცა ჩემთან
ჩვენთან ურევს რაღაცა. მე ორი ფანჯარა მაქვს, ერთი თვითონ პროგრამის, სადაც სლაიდები არის და მეორე მაქვს Facebook პირდაპირ ლაივის. Facebook პირდაპირ ლაივის ფანჯარაში გაჭედილია ჩემი გამოსახულება. ხოლო იმ პროგრამაში, საიდანაც სლაიდებს უშვებ, ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი. ამიტომ ვარ ცოტა დაბნეული, ასე რომ დამიწერეთ, აბა სლაიდზე რას ხედავთ ეხლა თქვენ თქვენს ეკრანზე. მე მხედავთ სლაიდს ხედავთ, თუ სლაიდს ხედავთ, რაიმე სიტყვა დამიწერეთ სლაიდიდან. მე მეწოდინება, რომ მოკლედ სლაიდია 6 ძირითადი მოთხოვნილება, ადამიანის 6 მოთხოვნილება. ძალიან კარგი, ესე იგი ხედავთ, მშვენიერია. ჩვენ განვიხილავთ ადამიანის მოთხოვნილებები რაზე არის აგებული, რა მიმართულებით და როგორ ყალიბდება ხოლმე ჩვენში, იმიტომ რომ მოთხოვნილებები წარმოშობენ მე რათაც გვარ სურვილებს და სურვილებიდან ყალიბდება მიზნები ძალიან კარგად იცით. ხო და შესაბამისად აი ამ მექანიზმის შესწავლა არის ძალიან საინტერესო იმისთვის რომ გავერკვეთ ზოგადად ჩვენს სურვილებში, ჩვენს მიზნებში და შესაბამისად განსაზღვროთ ის თუ რატომ ხდება დაგეგმილი 90%-დან 90% ფაქტობრივად არ სრულდება. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა და ჩვენ ამას განვიხილავთ. მეორე თემა, რომელიც ჩვენ გვექნება, ეს არის სურვილების წარმოშობა განხორციელების 4-ეტაპიანი მექანიზმი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და რატომ? წარმოიდგინეთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც გაგვიფუჭდება თქვათ საათი, ან გაგვიფუჭდება მანქანა. რას ვაკეთებთ? მიყვავს ის შესაბამის ხელოსანთან. რატომ? იმიტომ რომ მან იცის როგორ არის აგებული ეს მექანიზმი. მე რომ საათი გავხსნა, ან მე რომ მანქანის შიგნით ძრავი გავხსნა რაღაცა რომ გახუჭეს. მე წარმოდგენა არ მაქვს შიგნით რა ხდება. შესაბამისად იქ თუ რამე ცეცხლი წაეკიდა და დავინახე რომ რაღაც დამწვარია, მივხვდები რომ რაღაცა დაიწვა, მაგრამ სპეციალისტი ამას გახსნის გარეშედაც კი როცა ეტყვი რა მოუვიდა, მაშინაც კი მიხვდება ხშირ შემთხვევაში თუ რა ჭირს. იმიტომ რომ მან იცის მექანიზმი თუ როგორ არის შიგნიდან მოწყობილი ეს ყველაფერი. და მისთვის ადვილია გაერკვეს თუ სად არის პრობლემა და რა ნაწილი უნდა გამოცვალოს, რომ შემდგომში ეს ამუშავდეს ისევ ეს მექანიზმი. გამომდინარე აქედან ჩვენ ავიღებთ და აი ამ სურვილების წარმოშობა მექანიზმს თუ როგორ წარმოიშობა ჩვენში სურვილები, რა პროცესები ვითარდება და ამ წარმოშობიდან მის განხორციელებამდე ამას დავშლით როგორც აი მექანიზმს. შიგნიდან დავინახავთ ნაწილებს, რისგან არის აწყობილი. როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ მექანიზმს, რისგან არის აწყობილი, ჩვენ უფრო გაგვიადვილდება, რა თქმა უნდა, შემდგომში მასთან მუშაობა. ამეთანხმებით ალბათ, ხო? აი მე მაინტერესებს ეხლა რამდენად გასაგები იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია, რაც ეხლა მოგეცით, პლუს ისევ გადავამოწმოთ ჩანს თუ არა თქვენთან ეს ყველაფერი და გესმით თუ არა. დამიწერეთ მათთვის, ვინც ხუთიანი მათ, ვისთვისაც ეხლა გასაგები იყო, რაც მე ვთქვი, აი ამ მექანიზმთან დაკავშირებით. ვინც ვერ გაიგო, დასვით ეგრევე შეკითხვა. იმიტომ რომ რამე არ გამოგჩეს. გაურკვევლობა არ გჭირდება. დავწეროთ ხუთიანი, ვისთვისაც გასაგები იყო, თან შევამოწმოთ, გესმით თუ არა ჩემი ხმა. კარგია, წამოვიდა ხუთიანები. აქ ცოტა დაგვიანებით მოდის ხოლმე ჩემთან, თქვენთან რამოდენიმე წამით და შესაბამისად დროში ცდებით ხოლმე ერთმანეთს. 5 შეკითხვა არ არის, კარგი, ძალიან კარგი, შემდგომ გადავალთ. ძალიან კარგი, შესანიშნავია. ხო და სწორედ აი ამ მექანიზმს შევისწავლით, ძალიან საინტერესო მექანიზმია და შესაბამისად ბევრ ამას იქვე მოსწონს უკვე ნათელს. ეს არ იქნება ლექციები საათიანი, ჩვენ ამას თითოეულს რასაც ეხლა გითხარით, მოუნდება 5-10 წუთი ამის ახსნას სქემატურად იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ძირითადად შემდგომ უკვე თითოეულ ამ თემებზე გავაკეთებთ გარკვეულ სავარჯიშოებს. ასევე ჩვენ განვიხილავთ სურვილის ძალის ორ შემადგენელს და მათ დროს მოტივაციის პროცესში. რას ნიშნავს? ჩვენ შეიძლება რაღაცა გვინდოდეს, მაგრამ გააჩნია რამდენად ძლიერია ეს სურვილი, ჩვენი სურვილის ძალა. იმიტომ რომ თუ სურვილი ძალიან ძლიერია, შესაბამისად ჩვენს ბევრად უფრო მეტად მოტივირებული ვართ. ხა წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი წევხართ ამაღამ და მოგინდათ ტუალეტ საფეხბარაშოში მოგინდათ გასვლა. ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თქვენ შეიძლება ითმინოთ
ძალიან არ გინდოდეთ ადგომა გამოხვიდეთ ლოგინში წევხათ რაღაც არ ვიცი გააჩნია სად როგორ მაგრამ რა არის იცით თუ ძალიან შეგაწუხებთ შანსი არ არის რაც არ უნდა თავიტყიოდეს რაც არ უნდა ცუდად იყო ხა თუ განძრევა არ შეგიძლია და ავანტყოფი ხარ ეს სხვა ამბავია გაიძულებს რომ წამოდგე იმდენად ძლიერია ბოლოს ეს ძლიერად მოგაწובה ხო და აი ესეთი არის ნებისმიერი სურვილი რომელიც ჩვენში წარმოიშობა გააჩნია რა ძალაა როგორ არის ზითი იზომება როგორ იზომება და რა როლი აქვს მას ჩვენი мотиваციის პროცესში ამასაც შევეხებით ძალიან საინტერესო ნაწილია ეს ჩვენში და ესეთი ძალიან მაგარი თემა რუხი კარდინალები აი ესე უწოდე იმიტომ რომ აქ ჩვენ განვიხილავთ იმ ელემენტებს რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არც კი აქცევენ ყურადღებას როდესაც მიზნების დაგეგმვის თემას განიხილავენ ანუ ჩვენ გვაქვს უამრავი ტექნიკები არის უამრავი მეთოდები იმისა თუ როგორ დავგეგმოთ მიზნები რა უნდა განვახორციელოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო ჩვენს პროგრამაში კი არა ნუ ჩვენ ვისწავლეთ სხვადასხვა საერთაშორისო ჩვენი ქართველი თუ უცხოელი ფსიქოლოგებისგან ტრენერებისგან და ამისი უამრავი სკოლა არსებობს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვრჩება და ამ წიგნებშიც და ტრენინგებშიც რაღაც მიღმა რჩება ის თითქოს და უხილავი ელემენტები რომელიც გარეგნულად თითქოს და არ ჩანს და არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას ჩვენს მიზნებზე მაგრამ სინამდვილეში ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტები და ჩვენ ამას შევეხებით სწორედ ჩვენს 26 ნოემბრის ტრენინგზე გავიგებთ ვინ არიან ეს რუხი კარდინალები და გავიგებთ იმასაც თუ რა უნდა მოუხერხოთ მათ ძალაუფლებას როგორ უნდა შეუზღუდოთ როგორ უნდა კი არ მოვიშოროთ როგორ უნდა დავიმეგობროთ ისინი რუხ კარდინალებთან ტრობა არ გამოგადგება ჩემო ძვირფასებო არც პირდაპირ მნიშვნელობით არც გადატანით მნიშვნელობით მასინი ჯობია დაიმეგობროთ აი ჩვენ სწორედ მაგას ვისწავლით ჯერ გავიცნობთ ამათ და მეერე ვისწავლით როგორ უნდა დავუმეგობრდეთ აბა ვინ გაიგო ან ხო არ იცის ვინმეს ხო არ სმენია რუხ კარდინალებზე რამე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება არა მგონია ჩემთან კომენტარებია გაჭედილიო ლედი ამბობს ლედი ახალ ფანჯარაში გახსენი და გასწორდება შესანიშნავია ძალიან კარგი ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩვენი მომდევნო სლაიდი თქვენ გამოჩდება ეხლა თქვენთან ეკრანზე წესით უკვე უნდა გამოჩნდეს რა ხდება მე როგორც გითხარით ეს არ იქნება თეორიული ლექცია ეს იქნება ტრენინგი კი ნიშნავს რომ ძირითადად მუშაობს აუდიტორია ჩვენ გვექნება ორი თამაში სავარჯიშო ანუ რაღაც თამაშის სტილში იქნება სავარჯიშო ჩვენ ვითამაშეთ ფაქტიურად ოღონდ ეს არ იქნება უბრალოდ თამაში გართობისთვის ხვდებით ალბათ ეს იქნება ძალიან მძლავრი უმძლავრესი თამაში სავარჯიშო გარღვევა მიზნისკენ და კამიკაცე ასეთი სახელწოდებით ასევე გვექნება ორი სავარჯიშო მოთელვა პატარ-პატარა ასეთი 3-5 წუთიანი სავარჯიშოებია ხოლმე მოთელვას ვეძახით და 4 სავარჯიშო პრაქტიკა ძირითადი სავარჯიშო რომელსაც ჩვენ შევასრულებთ კონკრეტული აი ამ თემებიდან გამომდინარე საერთო ჯამში სულ გვექნება ჩვენ ფაქტიურად გამოდის 8 სავარჯიშო და ეს ძალიან დატვირთული დღე გვექნება ჩვენ თქვენთვის ძალიან ნაყოფიერი და ჩემთვისაც რა თქმა უნდა ძალიან ნაყოფიერი ჩემო ძვირფასო გენიოსებო პლუს შემდგომი რა იქნება ჩვენ გვექნება ასევე არაჩვეულებრივი ბონუსები პირველი ბონუსი რომელსაც თქვენ მიიღებთ ეს იქნება ფინანსების მოცარტად წოდებული ბოდო შეფერის გერმანელი მულტიმილიონერის მწერალის და ტრენერის ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერია ამ წერილების ისტორია არის შემდგომი როდესაც 2013-ში იყო მე მგონი თუ 14-ში არ მახსოვს ზუსტად ჩვენ 8 ადამიანმა მაშინ ლატანსკის ტრენინგი ვინც გავიარეთ ვინც მიზახურო ჯგუფში ვიყავით იქ იყო ერთ-ერთი ხალბატონი რომელმაც ჩამოიყვანა ბოდო შეფერი მოსკოვში ვისაც ვინმეს თუ გახსოვთ ან შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში მოსკოვში მოაწყეს ბოდო შეფერის ჩამოსვლა 5000 ან აუდიტორიაზე ჰქონდათ გათვლა და გაიყიდა 35000 ბილეთი შოკში იყვნენ ორგანიზატორები სასწრაფოდ მოუწიათ იქ უზარმაზარი სტადიონის ქირაობამ და სხვათა შორის მაგის გამო ვალებშიც გადავარდნენ ორგანიზატორები ასევე მათ თარგმნეს ოფიციალურად რუსულ ენაზე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
სემინარი, ვიდეო სემინარი, პირველი მილიონი 7 წელიწადში და გაყიდვაში გაუშვეს. 300 ევრო ღირდა მე მგონი. და აი ჩვენ ლატანსკის ჯგუფის წევრებს, მისი ტრენინგის მონაწილეებს მაშინ შემოგთავაზეს ის ძალიან დაბალ ფასად და ჩვენ ვიყიდეთ, ქართველებმაც ვიყიდეთ, 8 ადამიანმა ვიყიდეთ სხვათა შორის. და მას მოყვა ოფიციალურად წერილები, ანუ 2-3 დღეში ერთხელ მომდიოდა ეს საკონსულტაციო წერილები შემდგომ, როცა ოფიციალურად შევიძინე უკვე ჩემს იმეილზე. და მე ვთარგმნე ეს წერილები. და მას პირველად ის მივეცი ჩემი ერთ-ერთი მე და მაიკო ხავთასი ვატარებდით ტრენინგს, ჩავატარეთ ფინანსებზე, მაგის მონაწილეებს. შემდეგ არცად არ გამიშვია, არც უფასოდ, არც ფასიანად, ისე მაქვს და ხანდახან ჩუქნი ხოლმე ესეთი ჩემი ზოგიერთი ტრენინგის მონაწილეებს. და აი თქვენ 26 ნოემბრის ტრენინგის მონაწილეები მიიღებთ აი ამ საკონსულტაციო წერილების სერიას. 24 წერილია, უმძლავრესი. სხვათა შორის პირველ 2 წერილს თქვენ მიიღებთ როგორც კი გარეგისტრირდებით 26 ნოემბრის ტრენინგზე. ანუ მანამდე ჯერ კიდევ გადახტამდეთ. და რეგისტრაციისთანავე მიიღებთ ფაქტობრივად თქვენს იმეილზე. მოგივათ ავტომატურად. როგორც კი რეგისტრაციას გაიგებთ. პირველი 2 წერილი და შეგიძლიათ გაეცნოთ თუ რა დონის წერილები არის. რაღაც წარმოდგენა რო გქონდეთ. ბონუსი მეორე. ეს არის მედიტაციების კრებული ომგარმონიკა. მას იცნობენ ჩემი ტრენინგ თამაშის მონაწილეები. ეს რამოდენიმე წლის წინ შევიძინე. მე ინტერნეტში მაშინ ღირდა $98 შევიძინე. არ ვიცი ეხლა აღირს, მოიმატა ფასმა, დაიკლო ფასმა, როგორ არის, მაგრამ მე მას ვაძლევ ჩემი ტრენინგის მონაწილეებს ბონუსად და ეს არის 5 მედიტაციის კრებული. მასში არ არის სიტყვები, მარტო მუსიკებია, სპეციალური რაღაც ტექნოლოგიები ჩაწერილი. რომელიც იძლევა საშუალებას რაღაც 2-3 წუთში შევიდეს ალფა მდგომარეობაში ჩვენი ტვინი. ანუ სხვა ჩვეულებრივი მედიტაციებს რას სჭირდება 20 წუთი, ნახევარი საათი, იგივე მდგომარეობას ჩვენი ტვინი აღწევს 2-3 წუთში. სპეციალური ტექნოლოგიებით არის ჩაწერილი აი ეს მედიტაციები. შესაბამისად, რამე ენის ცოდნა არ არის საჭირო, იმიტომ რომ მარტო მუსიკა არის და არის ორი ვერსია, მცირედ 15 წუთიანი მოკლე და ნახევარ საათიანი სრული ვერსია, მოყვება თითოეულ 5 ვეს. და მოყვება თავისი ინსტრუქცია ქართულ ენაზე, თქმა უნდა. ეს კრებული არის მეორე ბონუსი. ბონუსი 3. ბონუსი 3 ეს არის იდეების შადრევანი, ასე ქვია. იდეების გენერირების 4-ნაბიჯიანი სისტემა არის. ძალიან მაგარი სისტემა არის, ქართულ ენაზე არის თარგმნილი და შესაბამისად მასაც მიიღებთ თქვენ ყველა, ვინც იქნებით 26 ნოემბრის ტრენინგზე. მისი ავტორი არის რუსი ფსიქოლოგი, ცნობილი რუსი ფსიქოლოგი კონსტანტინ შერემეტიევი, მისი სასწავლო პროგრამებიდან ავიღეს, თარგმნე და ეხლა არის უკვე ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი ეს თემები გვექნება ჩვენ 26 ნოემბრის ვებინარზე. პლუს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მთელი დღე, გვექნება შესვენებები, გვექნება ბევრი ტყილეული, ჩაი, ყავა და ტყილეული უფასოდ რამდენიც გინდა შეუზღუდავად. შევა ტრენინგის ღირებულებაში. ეხლა მე მაინტერესებს. ვისთვის არის საინტერესო ეს ყველაფერი? აი ჩატში რო დამიწეროთ. იქნება არავის არ გაინტერესებდა, მაშინ საერთოდ შევწყვიტავ ამას თემაზე საუბარს და უცებ გადავალთ ბოლო ნაწილზე და მორჩებით. ვისთვის არის ეს პრინციპში საინტერესო და ვინ ფიქრობთ საერთოდ რომ წამოხვიდეთ ამ ტრენინგზე? აი მაინტერესებს ჩატში რო დაწეროთ. დაწეროთ პლუსები. ნუ რაღაც წარმოდგენა მაინც შემექნას. ეხლა აქ 32 ადამიანი ესწრება, მეორე 32 შემდგომში უყურებს ალბათ ჩანაწერში. და მიზეზთა გამო სამწუხაროდ დაგვიანებით შემოგვირთვიერთ და ნუნუ არ აუშავს, გალბატონო ნუნუ, პრობლემა არ არის, ჩანაწერში ნახავთ. ომგარმონიკაც ეფექტურიაო, ქეთევამოს. დიახ. სამწუხაროდ ვერ დავესწრები. ქუთაისში ვცხოვრობ, ლანა ამბობს. მე რა ლანა, ქუთაისიდან ვერ ჩამოხვალთ? ქუთაისში კი არა, ჩვენ უცხოეთში დავდივართ ტრენინგებზე. ეგვიპტეში ყავდა 26 კაციანი ჯგუფი გასვლით ტრენინგზე, წაყვანილი. მე მაკადოას, მაიკო ხავთას და მაკო ცირეკიძეს. 26 კაცი წამოვიდა გასვლითი ტრენინგი რომ მოვაწყვეთ ერთ კვირიანი ეგვიპტეში.
იცით ალბათ ეხლა რომ არ დაждდებოდა ცოტა, ხო? მაგრამ წამოვიდა ხალხი, იმიტომ რომ უნდათ აინტერესებდათ. ქუთაისი რა დაბრკოლება? შესანიშნავია, ძალიან კარგი. კარგი, ინტერესები არის. აი, ნონა სულ გვიწევს მე შესანიშნავი. ნონა, სულ შენ აი ძალიან ხშირად არის ეს კომენტარი. შესანიშნავია. ყველაფერი მოგწონთ თუ ჩაიხვია უბრალოდ? ვიღაც არის ბათუმში. მოკლედ, ბათუმი, ქუთაისი, კახეთი ჩვენ მონაწილეები ყავდა, რომლებიც ცოცხალ შეხვედრებზე ჩამოდიან, პრობლემა არ აქვს, ასე რომ ეგ პრობლემა არ არის. კეთევან, თქვენი სიტუაცია ვიცი მესმის. თქვენი სიტუაცია ვიცი მესმის. ხო. ძალიან კარგი. მშვენიერია ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეხლა რა თქმა უნდა ალბათ გაინტერესებთ თქვენ, რადგან აქამდე მივედით, იცით ეს ფასიანია და რა იღირება. ხა შეიძლება კარგია, ეს კარგია, მაგრამ თუ ფასი არ არის ესეთი, რომ შევძელი, გადახდა და რამე მაშინ რა აზრი აქვს, ხო? ესე გამოდის. მოკლედ ახდება. ძალიან საინტერესო რამ არის ფასთან დაკავშირებით, მე ეს გადავწყვიტე ძალიან მარტივად. იმიტომ რომ ფასი, მithumetes აი ესეთი პროექტებისა სატრენინგო ინდუსტრიაში დღეს საქართველოში კი არა ზოგადად არ არის დამოკიდებული თუნდაც ღირებულებაზე. ღირებულება სხვა არის. ფასი კიდევ რასაც დაადებს სხვა არის. ჩემთვის პირადად ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, ჩემთვის მაგას შეუფასებელია, ფასი არ აქვს. მე იმაში იმდენ ენერგიას ვდებ, მაგრამ ეს რა არის, იცით? აქ უნდა შევხედოთ ამას სხვადასხვანაირად. ადამიანი პირველ განვითარებით რომ ინტერესდება და იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, გააჩნია რა ეტაპზე არის. თუ ადამიანს არ აქვს შესაბამისად გაცნობიერებული რასთან აქვს საქმე, მაშინ ის ვერ გაიგებს წესიერად ღირებულებასაც. თქვენ ახლა ვის თბილისში ცხოვრობთ, თბილისში რო გითხან, დაუშვათ უძალქონებასთან თუ გქონიათ საქმე, რაღაც ამდენი ღირს, რომელიმე ბინა, თქვენ ბინის ნახვის გარეშე შეიძლება მიხვდეთ ზოგადად რასთან გაქვთ საქმე, მაგრამ თქვენ რო გითხათ ახლა წალენჯიხაში იყიდება სახლი ამდენ, დაუშვათ $20,000-ო, თქვენ ვერ მიხვდებით რასთან გაქვთ საქმე. იმიტომ არ იცი წალენჯიხაში არასდროს არ ყოფილიყავთ, ახაური ფასები არ იცით, არაფერი არ იცით და შესაბამისად ვერ გაიგებთ ეს $20,000-იანი შეიძლება იყოს ქოხი, ან შეიძლება იყოს სასახლე. ვერ განსაზღვრავ, ხო? მაგრამ თუ აქ ჩამოხვალ, გაიხედავ, გამოიხედავ, აქაურობა შეისწავლი, მე უკვე შენთვის გასაგები იქნება, რასთან გექნება საქმე. როდესაც საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს ადამიანი და ახალი არის, ჯერ კარგად ვერ არის ამ თემებში გარკვეული, მას მისი აღქმა იქნება განსხვავებული ვიდრე იმ ადამიანისა, ვინც უკვე რაღაც ნაბიჯები გადადგა. შესაბამისად, ერთი და იგივე შემოსავლების მქონე ადამიანმა, ერთი და იგივე პროდუქტში, ერთი და იგივე თემაში, სფეროში, ორივემ ერთნაირად დაინტერესებულმა, ერთმა შეიძლება 1000 ლარის გადაიხადოს, მეორეს შეიძლება 100 ლარის გადახდაც გაუჭირდეს. გაუჭირდეს იმიტომ კი არა, რომ არა აქვს, უბრალოდ ვერ გაერკვეს ჯერ. უღირს თუ არა მას ამაში ან თანხის გადახდა. შესაბამისად, აქ როცა ადამიანი არ ყიდულობს რაღაცას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აინტერესებს, ან ის ვერ ხედავს ამის საჭიროებას. სრულებითაც არა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ჯერ ან ჩვენ ვერ მივაწოდეთ სათანადოდ არსი იმისა, რასაც თავაზობთ, ან მას ჯერ დრო სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს ამ სფეროში და ზოგადად მიხვდეს რა, როგორ და რანაირად ფასობს და მისთვის კონკრეტულად იმ მომეცემულ სიტუაციაში ეს რამდენად ღირებული არის. ამას აქვს კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა. გამომდინარე აქედან მე შევეცადე გამომიყვანა რაღაც საშუალო ფასი ჩემი პროექტებისთვის და მე ძალიან კარგად მოვახერხე ოპტიმალური ფასი. რო არც ძალიან ძვირი იყოს და არც ისეთი იყოს ეხა ადამიანს რო არ დაენა ისე რომ გადაიხდის და მე არც გაახსენდება გადასაყრელად. ეს ცუდად მოქმედებს, იცით თქვენ ალბათ. ჩემი ოპტიმალური ფასი არის 125 ლარი. ეს ღირს ჩემი თითქმის ყველა პროექტი. საინტერესო კავშირი არის ამასთან სხვათა შორის სარშან ჩავატარეთ ექსპერიმენტი. იყო ასეთი. მე შევთავაზე მონაწილეებს გადაეხადათ იმდენი, რამდენსაც თვითონ აქ არის რამოდენიმე ამ ჯგუფშიც არის, ეხლა აქაც გვესწრება. გადაეხადათ თვითონ რამდენიც უნდათ. ანუ იქ უნდა გადაეხადა 1 ლარი, უნდა გადაეხადა 1000 ლარი. ანუ თვითონ როგორ ჩათვლიდა საჭირო, ისე რომ გადაეხადა. იმ მოცემულ სიტუაციაში, მოცემულ მომენტში მისთვის რამდენად ღირებული იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ,
ეს არ იყო შეფასება ჩემი პროექტისა და ჩემი შრომისა. ვიღაცამ რომ ნაკლები გადაიხადა არ ნიშნავდა იმას, რომ ვიღაცა ნაკლებად აფასებდა ამას, ან ვიღაცამ რომ მეტი. არა. ეს კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში შენთვის რამდენად იმ მომენტისთვის რამდენად ფასობს ამაზე არის საუბარი და არა იმაზე თუ შენ როგორ აფასებ ზოგადად ღირებულებას. გამომდინარე აქედან ძალიან საინტერესო რაღაცა გამოიკვეთა 32 მონაწილე იყო და როდესაც გამოვიყვანე საშუალო არითმეტიკული გამოვიდა 128 ლარი. ძალიან საინტერესოა რა. ანუ მე მქონდა მანამდე ჩემით განსაზღვრული 125 ლარი ესეთი ოპტიმალური ფასი და გამოვიდა 128 ლარი, როდესაც მე ეს მივანდე თვითონ მონაწილეებს. ასე რომ ფაქტიურად ეს ჩემთვის ძალიან კარგი ის გამოდგა, გაკვეთილი რომ აი გამიხარდა რომ რაღაცნაირად არ შევწდი ამ შეფასებაში. თუმცა მეორე ვარიანტი რაც თვითონ მონაწილეებს შეექმნათ უხერხულობა მახსოვს, თუმცა მათთვისაც ეს ერთგვარი დისკომფორტის ზონაში გასვლა იყო და შესაბამისად კარგი გაკვეთილი იყო. ამიტომ მე ამას აქ არ გავიმეორებ, რადგან მე უკვე გამსვავდი საშუალო ფასი, მე იმის შემდეგ არ გამიმეორებ. შეიძლება როდისმე გამიმეორო კიდევ, მაგრამ ეს ონლაინ პროექტებში, ცოცხალ პროექტებში ამის გამეორება ცოტა სარისკოა, იმიტომ რომ 10 ადამიანი რომ მოვიდეს და 10-ვე თითოლარი გადაიხადოს, ფაქტურად ჩათვალე რომ ცოცხალ პროექტებს ხარჯები ძალიან ბევრი ყავს და ფაქტურად ცოტა უხერხო სიტუაციაში ჩავარდები, ჩვენს და ისინიც. ამიტომ მე არ ვაკეთებ თვითონ ცოცხალ ტრენინგებზე ესეთ ექსპერიმენტებს და საშუალო ფასი ეს არის 125 ლარი. 125 ლარი იმისთვის, რაც მე ზემოთ ჩამოთვალე, ფაქტურად მარტო თითო ცალკე აღებული ერთი ბონუსი. ღირს 125 ლარი, რაც მე ჩამოგითვალეთ იმ სამი ბონუსიდან, ფაქტურად 4 ბონუსიდან. აქედან გამომდინარე, მარტო ის რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, მარტო ის რომ იქ ადამიანებს გაიცნობ, იმ გარემოცვაში გაიცნობ, ეს იქნება 125 ლარი. ჩემო ძვირფასო გენიოსებო. ვის ეცოტავა ან ვის ებევრა ეს თანხა მაინტერესებს ახლა თქვენი რეაქციები მაინტერესებს. მე რას ფიქრობთ ამ ფასზე? აი მას შემდეგ რაც გაიგეთ ეს ფასი უკვე ვინ ამბობს, ახლა მაინტერესებს დაწერეთ 10-იანები ყველამ ვინც ფასი გაიგო და ამის შემდეგ ფიქრობს რომ მაინც წამოვა. მე ცოტა მერთულა. მე ცოტავა მართლა. აჰა, ლეკა ამბობს, მე ცოტავაო. მე ცოტავა გოჩა ამბობს. ეგ სულ სხვა დონე იყო. ხო, ქეთო. დონე 2. კი, დონე 2-ის მონაწილეებთან იყო ეს სუპერ ტრენინგ თამაშის მეორე დონის მონაწილეებთან. 10-იანები. ძალიან კარგი, ძალიან მაგარია, ძალიან კარგია, საინტერესოა. ჩემო ძვირფასებო, ჩემო არაჩვეულებრივო, ჩემო გენიალურებო. ვინც მე მიცნობს უკვე ვინ ჩემთან ყოფილა, ძალიან კარგად იცით რომ მე ძალიან მიყვარს საჩუქრები. იმასაც კი მწერენ ხოლმე ჩემი დაბადების დღეებზე ყოველთვის იქით ჩუქნი. ჩემს ხელმომწერებს ყველას ძალიან კარგ საჩუქრებს უკეთებ ხოლმე. და იმდენად მაბედნიერებს ხოლმე საჩუქრების გაკეთება. და მეუბნებიან ხოლმე კაცო, შენ რანაირი კაცი ხარო, შენი დაბადების დღეზე აქეთ რო ჩუქნიო ხოლმეო. 12 თებერვალია ლეკა ჯერ იქამდე კაი დრო გვაქვს. მოკლედ, ამიტომ მე ეხლაც მინდა თქვენ ესეთი პატარა ახალი წელი მოდის, სახალხო პროექტი არის და პატარა საჩუქარი ახაც გავაკეთო. ნუ ეს საჩუქარი არ ქვია მთლად, მაგრამ საჩუქარია ისიც რომ ზოგადად ასეთ ფასში ასეთ პროექტებს ვაკეთებთ, მაგრამ მე რაღაცას გეტყვით. მე ამ ჩემ სტანდარტულ ფასს, ესეთ რაღაც ოპტიმალურ ფასს, რომელსაც ფაქტიურად უკვე მეორე წელი არის არ ცვლი პროექტ. თუ რაღაც VIP ჩავთე ხა მე-6 სეზონზე ქონდა რაღაც VIP პაკეტი, რომელშიც რაღაც დამატებითი ფასეულობები იყო ჩართული, დამატებითი ადამიანების მოზიდვასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად ხარჯებიც იზრდებოდა და ამიტომ VIP პაკეტი დავამატეთ, სადაც განსხვავებული თანხა იყო, თუმცა ისიც 285 ლარი იყო. რამდენადაც მახსოვს, ის ძალიან სასაცილო ფასი იყო იმ პაკეტისთვის, VIP პაკეტისთვის. დანარჩენი სულ 125 ლარია ხოლმე. მაგრამ აი ეხლა მე გადავწყვიტე ესეთი რაღაცა გავაკეთო. აი 75 ლარად. იმიტომ რომ მე მინდა რაც შეიძლება მეტი მოხვიდე თქვენ მეც კონდეს შესაძლებლობა იყოთ ამ დღეს ჩვენთან ერთად გავისწნოთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს და გამომდინარე აქედან ამ ერთხელ ჩემ ტრადიციას ბოლო წელიწად ნახევარში ფასის პოლიტიკასთან დაკავშირებულს აი ასე დავარღვევ ასე თქვა. ნუ დარღვევაც არ არის, მაგრამ აი სასიამოვნო სიურპრიზად შემოგთავაზებთ. მიყვარს სიურპრიზები, როცა იქით ვაკეთებ და მიყვარს აქეთაც როცა მიკეთებენ. სხვადასხვა მე ჩემი სუპერ ეფექტურობის ტრენინგ თამაშის მონაწილეებს უღმეს მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ იმ არაჩვეულებრივი სიურპრიზისთვის, რომელიც მათ მომიწყვეს შარშა.
ჩარშან დამირეკე ჩემი დაბადების დღეზე და პირდაპირ რესტორანში გაშლილ სუფრაზე დამახვედრეს ძალიან საინტერესო თან გარემოში არაჩვეულებრივ სიტუაციაში მთელი ეს არ იყო უბრალოდ სუფრა და ღრეობა ეს იყო მთელი რაღაცა ესეთი დიდი საღამო საოცარი მოწყობილი ჩემთვის იყო რაღაც საოცარი სიურპრიზია და მე ეს იყო რაღაც უდიდესი აი გული რო ყელზე მომებჯინა და ცრემლები რო წამომივიდა იმ დონეზე აი ეს ჩემი მსმენელების ჩემი მკითხველების მხრიდან გამოვლენილი აი ესეთი დაფასება და ესეთი სიყვარული და ყურადღება რაც მე მივიღე მე ყოველთვის ღებულობ და გზნობ ამას მაგრამ ну ეს რაღაცნაირი ესეთი იყო მე ეხლაც მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყველას ამისთვის ლია დიახ ეს თბილისშია ახალი წელი არ დამდგარა ჯერ და თოლის ბაბუა კაია მანამდე კი ვიციო მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო აი ესეთი 75 ლარად ეხლა მეც არაფერს არ ვიტყვი უბრალოდ ეხლა რა უნდა გააკეთოთ თქვენ ეხლა ამაღამ ფულის გადახდას მე არავის არ ვთხოვთ რა თქმა უნდა მე თქვენ მოგცემთ ბუმუს რომლითაც თქვენ დარეგისტრირდებით დახურულ ჯგუფში და ხელმოწერას გააკეთებთ მესენჯერით ანუ დარეგისტრირდებით მესენჯერით და გაწევრიანდებით დახურულ ჯგუფში დახურულ ჯგუფში ხელმოწერას ვინც გააკეთებს ეხლა მესენჯერით ისინი ჯერ კიდევ სანამ გადაიხდით მანამდეც მიიღებთ ბოდო შეფერის პირველ 2 წერილს ეს ცნობისათვის ეხლა რა ხდება მე თქვენ მოგცემთ ბუმს რომლითაც თქვენ დარეგისტრირდებით მესენჯერში 2 ბუმს მოგცემთ ერთი არის დახურულ ჯგუფში გაწევრიანება ახალი ჯგუფი არის ჩვენი პროექტის 26 ნოემბრისთვის შექმნილი სპეციალურად და ამ ჯგუფში გაწევრიანებას მოითხოვთ შემდეგ კი გაივლით რეგისტრაციას იქვე ჯგუფში თქვენ როგორც კი გაგაწევრიანებენ პირველივე პოსტი არის რომელშიც არის ბუმული რეგისტრაციაზე მესენჯერით რეგისტრაცია არის უმარტივესი ბუმს დააჭერთ და ახალგახსნილ ფანჯარაში დააჭერთ იქ send to messenger ესე ეწერება დააჭერდა всё ხელმოწერა მორჩა უკვე და ავტომატურად როგორც კი ამას გააკეთებთ თქვენს იმ Facebook Messenger-ზე მოგივათ წერილი რომელშიც იქნება ბუმული და შემდგომი ინსტრუქციებიც ყველაფერი იქ მოგივათ შემდგომ აი ეს ხა მე გავაზიარე ახალი ჯგუფის ბუმული ეხლა გავაზიარებ იმ ჯგუფშივე დახვდებათ თქვენ რომ მოითხოვთ გაწევრიანებას რეგისტრაციის ბული მაგრამ რეგისტრაციის ბულს გავაზიარებ აქ არ არის პრობლემა პირდაპირ პირდაპირ გავაზიაროთ ესეც შემოძვირფასებო და მე პერიოდულად დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ახლა რა ხდება შემოძვირფასო მეგობრებო როგორ ხდება ტრენინგზე როგორ უნდა დავესწრო ტრენინგს პირველ რიგში გადავიხადოთ ეს თანხა მე რატომ ჭირდება იცით ეხლა თქვენ ყველა ვისაც ჯერ შეიძლება არც გაქვთ ბოლომდე გადაწყვეტილი მაგრამ ვინც ფიქრობთ რომ შეიძლება წამოხვიდეთ ყველანი დარეგისტრირდით და გაწევრიანდეთ ჯგუფში იმიტომ რომ მიახლოებით მაინც გქონდეთ წარმოდგენა ჩვენ რამდენ ადამიანთან გვექნება საქმე ხოლო 4 შაბათის ჩათვლით ამ 3 დღე ხვალ ზეგ და მაზეგ 2 შაბათი 3 შაბათი 4 შაბათი ძალიან გთხოვთ განახორციელოთ გადახდა თქვენ მოგივათ ყველას რეგისტრაციის შემდეგ რეკვიზიტები სად უნდა გადაიხადოთ როგორ უნდა გადაიხადოთ ასევე თქვენ ხვალიდან მიიღებთ აი ამ ჩვენი 26 ნოემბრის ტრენინგის ჯგუფში რო გაწევრიანდებით პერიოდულად მოგაწვით ხოლმე უფრო მეტ ინფორმაციას ასევე იმაზე რაც გვექნება 26-ში და მიიღებთ ბმულს ინსტრუქციას თუ როგორ უნდა გადაიხადოთ თანხა და ძალიან გთხოვთ რომ ეს გააკეთოთ 4 შაბათის ჩათვლით იმიტომ რომ მე 5 შაბათს უკვე ზუსტად უნდა ვიცოდე თუ რამდენ ადამიანთან მექნება საქმე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მასალები მოსამზადებელი ჩვენ უნდა დაგიგზავნოთ ყველას მე წინასწარ კიდევ რაღაც სამუშაო ვეულები და სამუშაო მასალები რომლებსაც თქვენ წინასწარ უნდა გაეცნოთ რომელიც თქვენ უნდა ზოგი რაღაცა უნდა ამობეჭდოთ და თან უნდა იქონიოთ შევსებული ზოგი შესავსები
რაღაცა ამისთვის ჩვენ გჭირდება დრო და ზუსტად უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანთან გვექნება საქმე, მე ორგანიზაციული საკითხები რომ მოვაგვაროთ, ეხლა 10 ადამიანից მეტი თუ არ იქნება 100 კაციან საკონფერენციო დარბაზს ხო არ ვიქირავებთ და პირიქით ეხლა თუ დავუშვათ 30 და 50 კაცი იქნება, იმათ 10 კაციან იმაში ხო არ ვიმიყვანთ. მოკლედ გასაგები არის რომ მე პლუს გარდა ამისა ჩვენ იქ სხვა რაღაცებიც არის მოსაგვარებელი, მოკლედ და კონკრეტულად ხუთშაბათს დილით მე უკვე უნდა ვიცოდე რამდენი ადამიანი იქნება პროექტში, ამიტომ ძალიან გთხოვთ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ვინც აპირებთ წამოსვლას, თანხა გადაიხადოთ. თანხას ვიღებთ მარტო ჩარიცხვით და აუცილებლად მან თქვენ როცა თუ გადარიცხვას არ გააკეთებთ ბანკიდან და ტერმინალიდან შეიტანთ, იქ ამოგიგდებთ რამოდენიმე ანგარიშს და აუცილებლად შეიტანეთ ინდ მეწარმე თმებონიაზე. ინდ მეწარმეზე აუცილებლად. პირად ანგარიშებში არ შეიტანოთ. თუ გადარიცხვას გააკეთებთ, იქ გადარიცხვაში პირდაპირ ავტომატურად იქ მოხდება. მე გებუტები თუ ანა ამბობს. ანა შენი გაბუტება, შენ არ გაგვებუტო, ოღონდა რა, რას შე თუ გაგვებუტე რა, მერე ვაიმე. რას ამბობ, ჩემი მზიანი გულის მეგობარი, ჩემი რომაული მზე. შენ ისეთი გულის ადამიანი ხარ, როგორ შეძლებ ვინმეს გაებუტო? ლედი მთელი დღე დაკავებული მაქვს ლეკას სხვა საქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ლედი, მე ვიცი, შენი აქტიურობის ამბავი, მე ვიცი, რომ შენ შესაძლებლობა როცა გაქვს ყოველთვის აქტიურად ერთვები ხოლმე და შენთვის თქვათ, აიმე ის პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე კარგად დიდი ხანია მუშაობ საკუთარ თავზე და აი მე ფასიანი პროექტებშიც, უფასო პროექტებშიც შენ ძალიან აქტიური ხარ და არც ფასი გამოიხევ უკან და არც სადმე წასვლის გამოც, იმიტომ რომ გესმის არსი და ფასი საკუთარ თავზე მუშაობისა და შესაბამისად ეს არ არის პრობლემა. მე მინდა ყველას თხოვოთ კიდევ ერთხელ. ყოველთვის გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ რაიმე შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, ვებინარებზე, სემინარებზე, ფასიანზე, უფასო ძალიან ბევრი იმართება. მაგრამ ცოცხალ შეხვედრებზეც რომ მიხვიდეთ ხოლმე. ეს კარგია ონლაინში, მაგრამ ცოცხლად ადამიანების გაცნობა ეს არის ძალიან მაგარი. სულ სხვა ენერგეტიკა ტრიალებს, ახალი კავშირები სულ სხვანაირად არის. ონლაინ კავშირები კარგია, მაგრამ როცა ცოცხლად შეხვდები ადამიანს დამერწმუნეთ, რომ ეს გაცილებით ბევრად უფრო მაგარია. და წადით ხოლმე. თბილისში თუ ხართ მით უმეტეს, მართლა ჩემო სავს, მე გეტყვით, აი მე ვისაც ვიცნობ და ვისანაც ქონია ურთიერთობა და მე ვის შემიძლია თქვენ გირჩიოთ. თამარ კვარაცხელია, თამარ საგინაშვილი, გიორგი თვალაძე, ხათუნა მუზაშვილი. კიდევ ვინ არის? სოფიო ვერულაშვილი. ვინმე არ გამომჩეს, ეხლა რომ დავიწყე. თინი ბასილაია, ჩვენი არაჩვეულებრივი თინი. მოკლედ უამრავი არჩევანი არის. და კიდევ ძალიან ბევრი, ეხლა მე არ ვიცი, მე არ აქ შეიძლება გამომჩა ვინმე, ან შეიძლება არ მე თვითონ რო არ ყოფილ ვარ, იმიტომ არ დამისახელებია, ვასახელებ იმათ, ვიცნობ პირადად მქონია ურთიერთობა და ვიცი ვინ რაც წარმოადგენს, ასეთ ადამიანებს ვასახელებ ხოლმე პირველად ძირითადად. და შეგიძლიათ დაესწროთ ამათ ღონისძიებებს, წახვიდეთ, გაიცნოთ იქ ადამიანები. იქ რო ვერაფერი ვერ მიიღო რამე ღონისძიებაზე, შანსი არ არის. წახი თუ ვიღაცა რო იყოს ჩამოსული იაპონურად, ჩინურად ატარებდეს და შენ გაგებაში არ იყო და ვერაფერი ვერ გაიგო, რას გეუბნება სპიკერი. იქ რო მოხვდები ადამიანთა გარემოცვაში, აუცილებლად მიიღებ რაღაც ძალიან დიდ პოზიტივს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება წაიკითხო წიგნი, უყურო რაიმე ფილმს, ან დაესწრო რაიმე ტრენინგს და ერთი წინადადება გაიგო იქ, რომლის გამოც ღირდა იქ წასვლა ან იქ მისვლა. მე მქონია შემთხვევა, რომ $50 გადავიხადე ვიდეო კურსში, რომელიც საერთო ჯამში რამოდენიმე საათი გრძელდებოდა, 8 თუ რამოდენიმე ვიდეო თითო იყო 40 წუთიანი, ნახევარსაათიანი. და ერთადერთი რაღაც მონაკვეთი, ციტატაც არ ერქვა, იქიდან აღებული რაღაც აბზაცი, რო ავიღოთ ტექსტურად. აი ეს აღმოჩნდა, რისთვისაც მე მიღირდა ის გადახდილი თანხა. 3-4 წლის წინანდელი იყო, მაშინ ცოტა
ესეთი სიტუაციაში ვიყავი, ჩემი გაკოტრებების ამბავი ვინც იცის, ერთ-ერთი გაკოტრების პერიოდი მქონდა და ჩემთვის $50 გადახდა იყო ძალიან მაგარი ფული. და მარტო ერთი წინადადებისთვის ფაქტიურად ღირდა. დანარჩენი რო გადამეყარა. იმიტომ რომ თვითონ იმ წინადადებას ძალიან დიდი ბევრი არაფერია, თვითონ იმ წინადადებამ ჩემში ჩართო რაღაც ღილაკი. რომელმაც მე გამაკეთებინა ძალიან მაგარი გასნობიერება. და მე 50 კი არა $500 რო გადამეხადა იმ კურსში, მას შედეგი მივიღე ისეთი რომ მე ის ერთი წამითაც არ დამენანებოდა. ამიტომ ყოველთვის მიხედეთ ხოლმე იყავით. კარგი. გაითვალისწინეთ და იარეთ ხოლმე ეს შეხვედრებს შიგადაშიგ. ძალიან კარგი. ეხლა მე მაინტერესებს იმ ადამიანებისთვის, მაინტერესებს კი არა, თქვენ გაინტერესებთ ალბათ, ხო? აბა ვის გაინტერესებთ ეხლა? რა უნდა ქნა დამოუკიდებლად? დიდებული ადამიანი გული მტკივა რომ ამ ეტაპზე არ მიხერხდება ცოცხალ შეხვედრაზე დასწრების ბედნიერება. არაუშავს და ეგ არ არის პრობლემა. მე გამოგჩი ხვიჩა. მაკა შენ მე ამ შემთხვევაში თქვი საჯარო სპიკერებზე რომლებიც ატარებენ იმებს სემინარებს, ლექციებს და ასე შემდეგ. და შენ თორე შენ რა გამოსარჩენი ხარ, შენ არის განსაკუთრებული თემა ხარ საერთოდ. შენ საქართველოში კი არა, შენ ხარ მოვლენა რაღაცნაირი სოფლიოშიც ალბათ, მაკადვალის მსგავსი გავა ალბათ რო და მე შეაფასებს ამას. მაკადვალი არის მოვლენა, რომელიც მსგავსი საქართველოში კი არა, სოფლიოშიც ალბათ ძალიან იშვიათი შეიძლება იყოს. მე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ პირადში დამიკავშირდეთ და იქ აგიხსნით, რატო. და სხვადასხვა მაგას შემთხვევაში სწორედ ის ხდება, რომ შინაუგრძო შენდობა არ აქვს, იმიტომ რომ მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის, თუნდაც უცხოეთში ძალიან ხშირად იწვევენ ხოლმე და იქ მკურნალობს ადამიანებს და პლუს რამოდენიმე ქვეყანაში დარჩენა შესთავაზეს, ძალიან საოცარი პირობებით, ოღონდ თვითონ არ რჩება იქ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. აი ახლა რა ხდება? დამოუკიდებლად მუშაობისთვის. მე კითხვა დავსვი ცოტა ხნის წინ. ვის აინტერესებს? არც მაგათ თქვენთვის იქნება ცუდი, ვინც მოდიხართ ტრენინგზე, იმ არც მათთვის იქნება ცუდი, სხვათაშორის ეს ინფორმაცია. რა უნდა გავაკეთოთ? დამოუკიდებლად როგორ უნდა ვიმუშაოთ? ეხლა შეხედეთ რა ხდება. თუ ხედავთ ამ სლაიდს, ეს მაინტერესებს ჯერ. დამიწერეთ ჩატში შეკითხვა, რაიმე სიტყვა აი ამ სლაიდიდან, რომელიც ეხლა ჩავრთე. კარინა წერს კომენტარს და ვერ აგზავნის და ნერვიულობს, ვერაფერს გაგებინებთო და მოდის 26-ში მოკლედ. ხო, ეკა, ძალიან კარგი უღბესი მადლობა კარინა. კარინა, თქვენ შემოგევლეთ. ჩვენო ჩემპიონო, აღმოჩენა 2017 წლის. ნუ გეშინია, ჩვენ ყველაფერი გვესმის. ყველაფერს გავიგებთ. საინტერესოა, დაგეგმვა, ტესტირება. ნონა ნატროშვილი წერს ისევ შესანიშნავიაო. აჰა, ტესტირება დაუწერია ნონას, როგორც იქნა. ესე იგი ნონა, ესე იგი თქვენ ხართ ნამდვილად, იმიტომ რომ მე ერთი პირობა ეჭვი შემეპარა, რაიმე ის ხო არ არის თქო ბოტი. რო სულ შესანიშნავიასო წერს. ძალიან კარგი. ესე იგი რა ხდება? ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ჩვენთან მოსვლას. 26-ში მოსვლა არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაცა ერთადერთი შესაძლებლობა, ხო იცით, იციან ხოლმე ტრენერებმა, რომ აი, ჩემი პროგრამა და ჩემი ის არის თქვენი ერთადერთი შანსი, თუ არ მოხვალთ ვორჩა დაგერხათ, დაიღუებით, ეს მოგივათ, ის მოგივათ. არაფერიც არ მოგივათ, ჩემო ძვირფასებო. ეს არ არის პანაცეა და ერთადერთი რითაც თქვენ შეიძლება მოახერხოთ გამოყენება იმისა, რაც მიიღეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მან სხვა დატვირთვა არის და აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით ვიმუშავეთ, ბევრად უფრო ეფექტური იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ყველა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ სავარჯიშოებს და იმ თამაშებს, რასაც იქ ჩავატარებთ, თქვენ დამოუკიდებლად ვერ გააკეთებთ, თუნდაც იმიტომ, რომ მიიღებთ იმ ბონუსებს, რომლებიც თითოეული ღირს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე თლიანად ტრენინგი, თქვენ დამოუკიდებლად მაინც შეგიძლიათ და მე გეტყვით რა უნდა გააკეთოთ. პირველი, თქვენ უნდა გააკეთოთ ტესტირება. უფრო სწორედ ტესტირება თქვენ უკვე გააკეთეთ. რას ნიშნავს? ჩვენი მეს ტესტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შედეგები დღეს რაც გვაქვს, რაც მივიღეთ იმ ანალიზის შედეგად, ეს არის ჩვენი ტესტირება.
ჩვენი ყველაფერი დღეს ჩვენს გარშემო და ჩვენ ცხოვრებაში რაც არის, ეს არის შედეგი ჩვენი აზროვნების ფორმებისა. იმ სიგნალებისა, რაც ჩვენ მანამდე გავუშვით სამყაროში იქიდან მიღებული უკავშირია. ანუ ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი აზროვნების, ჩვენი ჩვევების და ჩვენი ქმედებების შედეგად მიღებული შედეგი. შესაბამისად, ტესტირების ეტაპი თქვენ გავლილი გაქვთ უკვე. ეხლა თქვენ დაგჭირთ განსაზღვროთ ორიენტირები. ანუ საით გინდათ რომ წახვიდეთ, რა გინდათ რომ მიიღოთ. თქვენ გარკვეულწილად ეს არ არის ამდვილი საკითხი ამის განსაზღვრა, რა თქმა უნდა. გარკვეულწილად დაგეხმარებათ აი ეს ორი საჩუქარი, რომელიც თქვენ მიიღეთ. 10 მიზნების 10 ნაბიჯი საოცნებო მიზნისკენ და პლუს 36 სუპერეფექტური შეკითხვა მოწოდების გასარკვევად. მას შემდეგ რანს განსაზღვრავთ თქვენს ორიენტირს, განსაზღვრავთ თუ რა გინდათ და სად გინდათ მიხვიდეთ, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება შემდეგ რა უმნიშვნელოვანესი თემა არის. ძალიან ხშირად ჩვენ როდესაც მიზნებს განსაზღვრავთ, წარმოვიდგენთ იმ ჩვენს მიზანს. დაუშვათ მე მინდა იქ გავხდე პრეზიდენტი. ან მე მინდა გავხდე მილიონერი. აი ესეთი მოთხოვნები არის ჩვენთან სუპერეფექტურობის და ჩვენს პროექტებში. ირინა მილიონერთა კლუბს ხნის უკვე. აქედან მომწონს ესეთი მიდგომა. მოკლედ ვიღაცას უნდა გაფრინდეს მარსზე. სერიოზულად ვამბობ, ეს მოგონილი სცენარი. ჩვენი პროექტების მონაწილეთა მიზნები არის და ორიენტირები. და ვიღაცას უნდა სასახლე, რაღაცნაირი სასახლე, მოკლედ ჩვენ ვაკეთებ ვიზუალიზაციას, თან ამას გვასწავლიან კონკრეტულად ყოველთვის მიმართავს სწორედ აი იმ ობიექტებისგან, რაც ჩვენ გვინდა. ამ დროს ენერგია გადადის იმ ობიექტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ასე დროს ჩვენ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი იმ ადამიანად, ვინც ამ ყველაფერს მიაღწია. ვინ უნდა ვიყო მე? როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რომ გავფრინდე მარსზე? როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რომ მქონდეს ასეთი სასახლე? როგორი ადამიანი უნდა გავხდე, რომ გავხდე პრეზიდენტი? ან მინისტრი, ან პარლამენტის წევრი, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა. როგორი ადამიანი უნდა ვიყო მე, რომ გავხდე მილიონერი? აი როგორი ვიქნები? წარმოვიდგინე, რომ აი კი ბატონო გავხდი და როგორი უნდა ვიყო? აი ეს წარმოსახვა უნდა ჩავთვალოთ ჩვენ თავში პირველ რიგში. რა უნარჩვევებს უნდა ვფლობდე? და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ეს მესამე პუნქტი, ეს არის მოდელირების პუნქტი. რას ნიშნავს? თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ადამიანი, რამოდენიმე ადამიანი იმ სფეროში, რომელშიც თქვენ გაქვთ თქვენი ორიენტირი განსაზღვრული, უკვე ვინც მიაღწია წარმატებას. თქვენ გინდათ მარსზე გაფრენა, ნუ მარსზე ჯერ არ ვიცი ვინმე გაფრინდა თუ არა, მაგრამ შეგიძლია შეისწავლოთ ვინმე იმ ადამიანს, თუნდაც ილონ მასკის, რომელსაც ამდენადაც ვიცი მასკის ისა მარსის ექსპედიციას ის გეგმავს და მას აქვს ეს იდეები. ან სხვა იმ ცნობილი მოგზაურობის კოსმოსში მოგზაურული ადამიანი, არ ვიცი რა ამ სფეროში მე არ ვერკვევი, შეგიძლია შეისწავლოთ. ან გინდათ გახდეთ წარმატებული პოლიტიკოსი, შეიძლება აიღოთ თქვენთვის ასეველი და საამაყო, ვინც არის მისაბაძი პოლიტიკოსები, რამოდენიმე ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ესეც არის მთავარი. ან მილიონერი, ცნობილი მილიონერების თქვენთვის ვინც არის მისაბაძი. მოკლედ აიღეთ იმ ადამიანს, გინდა მსახიობი გახდე, გინდა მუსიკოსი, მხატვარი, სპორტსმენი, მომღერალი, აიღე რამოდენიმე სხვადასხვა ადამიანი ამ სფეროში წარმატებული და შეისწავლე მათი ცხოვრება. და დააკვირდი, როგორები იყვნენ ისინი თავიდან და რა დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ ისეთები, ვინც გახდნენ ბოლოში. რა უნარები გამოიმუშავეს, რა ჩვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რომ ჩვევა ეს არის, იცით ალბათ უკვე რომ ავტომატური ქმედებების შედეგად გამომუშავებული რაღაც იგივე უნარია ისიც. ხოლო უნარები უშუალოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშავოთ მიზანმიმართულად. და აი შეისწავლეთ და განსაზღვრეთ. კონკრეტულად რა უნარჩვევები გჭირდებათ იმისთვის, რომ გახდეთ ის ადამიანი, ვინც მიაღწევს ამას. ამის შემდეგ მოდის დაგეგმვის პროცესი. დაგეგმვის პროცესში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აი M100% M ფორმულა გაქვთ ამხარე მასალებში. და დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები. მე ძალიან გთხოვთ თავიდან, როდესაც თქვენ დაიწყებთ ამაზე მუშაობას, არ არის აუცილებელი მოეჭიდოთ რაღაც სასწაულს, მოეჭიდოთ, რომ აი ერთ წელიწადში თქვენ გახდებით პრეზიდენტი, ერთ წელიწადში გაფრინდებით მარსში, ერთ წელიწადში გახდებით მილიონერი, ერთ წელიწადში თქვენი 10-იანს გახდით ყველა თქვენს ძავალ ცხოვრების ბორბალზე ყველა სფეროს, ერთ წელიწადში მიხვალთ იკიგაის სქემის ცენტრში, არ არის აი ესეთ დედლაინების დაწესება საკუთარი თავისთვის საჭირო, შეიძლება პირიქით იმუშაოს. აიღეთ რაიმე საშუალო სირთულის ამოცანა, რომლის გაკეთებაც პრინციპში თქვენთვის ადვილია, რომ აი ეს სქემა აითვისოთ კარგად, თქვენ მიიღოთ თავდაჯერებულობა, მოტივირებული გახდეთ
და გადადგათ ნაბიჯები და თანდათანობით იაროთ წინ. იმიტომ რომ ამ დაგეგმვის პროცესის შემდგომ აუცილებლად უნდა გადადგათ რაღაც ნაბიჯები და აუცილებლად უნდა მიიღოთ გარკვეული შედეგები. ასე რომ აი ეს 5 ნაბიჯი დაიმახსოვრეთ. პირველი გაკეთებული გაქვთ, მეორე განსაზღვრეთ ორიენტირი. მესამე გააკეთეთ მოდელირება იმ ადამიანებისა, თქვენთვის მისაბაძი ადამიანების, ან მოიძიეთ თუ არ იცით ჯერ, შეისწავლეთ რამოდენიმე ვარიანტი, განსაზღვრეთ რა უნარჩვევები გჭირდებათ, დაგეგმეთ ამ უნარჩვევების გამომუშავების პროცესი. M100% M ფორმულით შეგიძლიათ გამოიყოთ, ან შეგიძლიათ სხვა ფორმულა 30-30-1-ზე არის კიდევ შეგიძლიათ ნახოთ ჩემთან YouTube-ზე და შესაბამისად დაიწყოთ შემდგომში მოქმედება. მე M100% M-ს გირჩევთ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან უნივერსალური ფორმულა არის, ძალიან მაგარი ფორმულა არის. შეიძლება 30-30-1-ის და M-10 შეთანხმებაც შეიძლება ერთმანეთთან შეწყობაც. გაეცანით, შეისწავლეთ და გააკეთეთ ეს ნაბიჯები. დაიწყეთ მცირედით, არ მოეჭიდოთ დიდს. და თანდათანობით თქვენ რაც თავარია მთელ ამ პროცესებში ეს როცა დაფუძნებული იქნება ფიგზე, თქვენი გონების მუშაობაზე გაიწვნება ტვინი და რაც უფრო მეტად გაიწვნება ტვინი, მით უფრო მოიმატებს მისი სიმძლავრე და შესაბამისად თქვენ იმ სიტუაციებში და იმ ფორმებში, რომელსაც დღეს შეიძლება გამოსავალს ვერ ხედავთ, ხვალ შეგიძლიათ აღმოვაჩინოთ. იმიტომ რომ გახსოვთ აინშტაინი ამბობდა, შეუძლებელია ამოცანა ამოხსნა პრობლემა ამოხსნა აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა. მაგრამ ამოხსნა არსებობს. უბრალოდ ჩვენი მე ვერ წდება ჯერ. ის არის ჩვენი მეს ჰორიზონტს მიღმა, ამიტომ ჩვენი მე უნდა გავაფართოვოთ. ეს კი ტვინით ვნახება და მაშინ ჩვენ დავინახავთ იმ ამოხსნას. ესეთ სიტუაცია არის ჩემო ძვირფასებო და ჩემო გენიოსებო. ასე რომ მე დღევანდელი თემა ჩვენ ფაქტიურად ამოვწურეთ. მე კიდევ ერთხელ ულმეს მადლობას გიხდით ყველას. მე ყოველთვის ვარ ხაზზე. მე მინდა გითხრათ, ის რომ თქვენ მოხვედით აქ, ის რომ ეს უფასო იყო და ეხა მორჩა ჩვენ დავემშვიდობთ ერთმა, ესეთი რაღაცა არ ხდება. თუ თქვენ დაგჭირდებათ რაიმე სახის კონსულტაცია, რჩევა, დახმარება, შეგიძლიათ მომწეროთ ხოლმე პირადში. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა დაიმახსოვროთ და გთხოვოთ უფრო სწორედ, რომ ნუ გაგიკვირდებათ, ან ნუ გეწყინებათ, თუ პასუხს უცებ ვერ მიიღებთ. ეს არ ნიშნავს, რომ მე უბრალოდ რაღაცა ესე თქვათ, ან როგორ გითხრათ. არ მაინტერესებს ან დავიკიდე და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ხშირად ხდება ისე, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებ, რომ ყველას უპასუხო ერთი დღე, ხო? მე პლუს არის, იცი, როცა ადამიანი წერს და რაღაცას გეკითხება, ეს არ არის, რომ რაღაცა უპასუხო. რომ ვიღაცა რომ მოგწევს ზომიერი საათია, მისწერ და ეტყვი, რომ კი ბატონო, აგერ 12-20 წუთია და მორჩა. მაგრამ ის გეკითხება, შენ რაღაცას ეს და დიალოგში გადადის, რაღაცა უნდა მოიწერო, იმან უნდა მოგწერო, შენ უნდა მისწერო. ეს არ არის ერთჯერადი, ხო? ესეთ რაღაცებს ხო არ წერენ, არა რაღაცა უჭირს ადამიანს, რაღაცაზე შევაჭირდება. ამიტომ აი ძალიან ძნელია. აი ესე რომ ყველასთან როდესაც ათასობით ხელმომწერი ყავს, როცა ასობით ადამიანი ყავს, ეხლა აქ ჯგუფში კაი 200 ადამიანია, მაგრამ ფაქტიურად ესეთი 60 ადამიანი იყო აქტიური, ხო? ეხლა 60-ვე არა, ყველა ერთად არ მოგწერს, მაგრამ აქ 60-ია, ის სხვა ჯგუფებია, იქ ვიღაცა და დღეში რომ რამოდენიმე ადამიანმა მოგწერს, ვერ უპასუხებ ფიზიკურად. ხდება, ხანდახან არავინ არ წერს, ისეც არის. ხანდახან ისე ხდება, რომ დღეში 15-20 მოგწერს. მოკლედ, არ გაგიკვირდეთ თუ უცებ არ მიიღეთ პასუხს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თქვენ უყურადღებოდ გტოვებთ. მე აუცილებლად უპასუხებ ყველას. თუ მაინც მოხდა ისე, რომ არ გაგეცით პასუხი, გავიდა ერთი კვირა, არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა გამომრჩა. ნახე, უცებ შეიძლება თქვენ ნახოთ, რომ აი მე ნანახი მაგ და პასუხს არ გაძლევთ. მე დღეს შეიძლება უცებ ნახო გახსნა და აი ეს ისე გადავავლო თვალი, რომ აი მოვიდა. მაგრამ უცებ ვერ უპასუხო, გადავდო პასუხის გაცემა ხვალისთვის, იმიტომ რომ მან მიუყვე და მე შეიძლება გამომრჩეს. ესეც არ არის გამორიცხული. ასე რომ თუ რაღაცა არის, შეგიძლიათ მეორედ მომწეროთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, სიტუაცია ასეთია. მე ხა ჩავთავ ჩემს თავს და როგორც კი გამოვშტები და გამოვშტე წესით, გამაგებინეთ თუ გამოვშტეთ, ხედავთ თუ არა. და ბოლო ერთօր რამოდენიმე სიტყვას გეტყვით და შემდგომ დაგემშვიდობებით. ეხლა მე დამიწერე თქვენ ჩატში, ჩან ვარ თუ არა თქვენთან. ხედავთ თუ არა ეკრანზე. დიახ, გოჩა ამბობს, ძალიან კარგი გოჩა.
აი ხა მე ჯგუფის იმას გავაზიარებ, ისევ გადადით. განცხადება მიეცით გაწევრიანებაზე და მერე პირველივე პოსტი რაც დევს, იქ არის ბმული რეგისტრაციაზე. ხვიჩა, დიდი მადლობა. ბოლომდე კი ვერ მომყევით სურვილის მიუხედავად, თუმცა საინტერესო რაღაცები კი შევიძინე. იცოცხლე, მაიკო, შენ ერთ-ერთი ესეთი ძველი მოხიკანი ხარ. ძველი გვარდიის წარმომადგენელი. ჩანხართო, შორენა გვეუბნება, ირინაც პლუს გვეუბნება, დიახ, კი ბატონო. ხედავთ. ძალიან კარგი, ჩემო ძვირფასებო, მაშინ მე თქვენ თუ რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ ეხლა დასვა ჩატში. უდიდესი მადლობა ბატონო ხვიჩა, ვერ მოვახერხე, არ გაიხსნა, ეხლა შემოვედი. იცოცხლე ნინა, აი მე ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ჩემო გენიოსებო, აი ბატონოს გარეშე რომ ეხლა თქვენ მე სამსახურში მყავდა ერთი ყველას ვინც მოდიოდა ჩემთან, ვეუბნებოდი ხოლმე ახლები მოდიოდნენ თუ რაღაცები. ჩემთან უშუალოდ ჩემ სამსახურში ყოველთვის არ ხდებოდა ახლების მოყვანა და ესეთი ცვლილებები არ ტრიალებდა, მაგრამ ნუ გამგეობაში ხომ მოდიოდნენ ხოლმე რაღაცები იყო, თან 10 წლის განმავლობაში რამდენი ცვლილებები მოხდა, წარმოგიდგენიათ, ხო? ყოველთვის ვეუბნებოდი, ყველა ბატონობით ნუ მომართავდა. ახალგაზრდები, სხვათა შორის, ეგრევე იტაცებდნენ, უხაროდათ და ცოტა აი ჩემზე უფროსებს უფრო მეტად უჭირდათ. და ერთი ადამიანი იყო, ესე იგი, ანუ სადღაც 60 წლის კაცი არის. ძალიან არაჩვეულებრივი კაცი ადამიანი არის და ვერაფრით ვერ გადავიყვანე ეს ადამიანი შენობით საუბარზე. ანუ მაპატიეთო, მაგრამ არ შემიძლიაო რა. დიდ პატივცემთო ყველაფერი მე ასე ვარო და ნუ გეხვეწებითო, ნუ მაიძულებთო. ამის იყო და დამიჩოქა, როცა უთხარი მეთქი სამეთქი და ნუ ეხა ასე თუ ხართ ვიღაცას და თუ არ შეგიძლია და თუ ასე გირჩევნიათ, კი ბატონო, მე არ არის პრობლემა, მე არავის არ ვთხოვ და არ ვაიძულებ, მაგრამ მე უბრალოდ მირჩევნია უშუალოდ უფრო იმად გზნობ ხოლმე თავს ურთიერთობაში, როცა ბატონოს გარეშე მეუბნებიან. მე თვითონაც მიყვარს ძილობიანი მიმართვები, მე თვითონაც მიმართავ უფროსებს ხოლმე, ჩემზე უფროსებს, ბატონოთი და ხალბატონოთი, მაგრამ თუ მეუბნებიან რომ არაო, მაშინ მეც მიმართავ სახელებით. ლეკა, ბატონო მადლობა კიდევ ერთ საინტერესო კვირისთვისო. კეთევან მადლობა. შენ თვითონ. აი შენ რო ხედავ საინტერესოდ კვირას, ეს შენშია ეს საინტერესო. ჩვენ ყოველთვის ხედავთ იმას სხვაში, პირველ რიგში იმას ვამჩნევთ, რაც ჩვენში არის ყველაზე მეტი დოზით. და გამომდინარე აქედან, როცა თქვენ ვიღაცაში ხედავთ, რომ ის ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან მხიარული ადამიანია, ძალიან მომხიბლელი ადამიანია, თქვენ შინაგანი მდგომარეობაა ამ შემთხვევაში ესეთი. ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ესე სხვა ადამიანს თუ რაღაცა ცუდს ხედავთ, სხვათა შორის ხედავთ, აი ესეც ნიშნავს, რომ ჩვენში არის. რაც უნდა უცნაურად მოგეშვენოთ. არის ეს ყველაფერი ასეა და აი თქვენ არის ესეთი მე გავაზიარე დახურულ ჯგუფში არ მახსოვს. ფსიქოენერგეტიკული აიკიდო ასე ქვია. ჩემ საიტზე არის რუბრიკაში სავარჯიშოები და ტექნიკები. ფსიქოენერგეტიკული აიკიდო ძალიან მაგარი ტექნიკა არის. მე გთხოვთ რომ გაეცნოთ, ვინც ჯერ არის, თუ ჯერ არისთვით, გირჩევთ რომ გაეცნოთ. მისი ავტორი სხვათა შორის ვალერი სინელნიკოვია. თავის ერთ-ერთ წიგნში ქონდა აღწერილი და მე გადავთარგმნე, გადმოვიტანე და დავდე ჩემთან რუბრიკაში სავარჯიშოები და ტექნიკები. ჩემ საიტზე www.meboniya.com. კარგი, მე ეხა სად არის აბა ერთი ის ვნახო. მუშაობს ბმული, გადმოვიდა ხალხი ამ ჯგუფზე თუ არა. ისე ხო არა ვართ ეხლა რაღაც გაუგებრობაში. სად არის ჯგუფი? მე თვითონ ვერ პოულობ. ჩემს მიერ გაზიარებული ბმული ჯგუფში გადასასვლელი მე თვითონ ვერ ვიპოვე და თქვენ როგორ უნდა იპოვოთ? აი, იმდენი კომენტარები დაწერილი ეთყობა, ხო? იმდენი კომენტარი დაწერილა გამოდის. ნაღამ ზავერშიც დავაჭირე. Постация на этой странице. Карги.
კარგი. მოკლედ აუ რაღაცას წერენ პირადში რიცხვი 26 ნოემბერია რიცხვი თქვიო მეუბნებიან რიცხვი არ მithქვავს სლაიდებზე ყველგან წერია ეს არის 26 ნოემბერი კვირა აი დღეის წორია ესე ვთქვა რომ იციან ხოლმე ხო იცი დღეის წორს რა საინტერესოა ორი განაცხადია ჯგუფში მარტო ვერ გადადიხართ თუ როგორ არის ამ ბუნლებზე დამიწერეთ აბა თუ ის რასაც სხვაში ვხედავთ ჩვენია ის სხვა როგორიღაა ის სხვა კიდევ რასაც სხვაში ხედავს ის არის აქ როგორ არის იცით ეს არ ნიშნავს იმას რომ მე თუ ვინმეში თქვა ცუც ხედავ ან რაღაც აგრესიული ან ეჭვიანია რომ მეც ესეთი ვარ ანალოგიურ და ზუსტად ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც დოზით ის ჩემშიც არის და იმ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ვითარებაში ის რაღაცნაირად აქტუალურია ჩემში რაღაცის გამო მოვიზიდე ეს ადამიანი რაღაც ჩემში არსებული ან რაღაცა ისეთი თრითაც სწორედ ეს აგრესიული ის მოვიზიდე თქვა ან ეს ეჭვიანი მოვიზიდე ან ეს შემთხვევაში ესეთი მომენტი ამიტომ ის ფსიქოლოგიურ აიკიდოში არის ძალიან კარგად ახსნილი გაეცანი წაიკითხეთ და მე დამის კიდევ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი ვერ ხსნითო ლეკა ამბობს ვერ გადადიხართ რატო გაუცნაურია და რას გიჩვენებთ რომ ვერ გადადიხართ რა იმას გიჩვენებთ პრობლემას კარგი მაშინ მე მეორე მუც გაგიზიარებთ ეხლა თქვენ ეს არის Messenger-ზე რეგისტრაციის და მე გადავხედავ აბა რა მოვიდა იმას რა ქვია მე გადავხედავ რა ჭირს ვერ გადავდივარ და რა პრობლემას გიჩვენებთ ხო იცით მეტყვით მე არ დამიწყებია და ძალიან კარგად მახსოვს ორი საჩუქარი რომელიც იქნებოდა მათთვის ვინც ბოლომდე დაგვესწრებოდა იმისთვის რომ განსაზღვროთ ვინ გვესწრებოდა ბოლომდე ყველამ ვინც აქ ხართ ეხლა ვებინარის ბოლომდე თავდება ეხლა ჩვენი ვებინარი მისწერეთ პირადში ნინოს პირადში მისწერეთ ნინოს ნინოს მისწერეთ პირადში სიტყვა მიყვარხარ ან გვიყვარხარ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ნინო რა სიტყვი გაწყობს ეგეთი რაღაცა ქმარმა არ ნახოს და სასწაული არ მოგვივიდეს კაცო ნინო შაქარაშვილს არა ნინო ზაქაიძეს მიწერეთ აქვე ამაღამვე ხვალ ვინც მისწერს ის არ ჩაითვლება აი ვინც ეხლა ხართ როგორც კი მოვრჩებით მიწერეთ ყველამ და ეხლა არ გადახვიდეთ და ვინც მიწერს ყველანი იქნებით აი ხო უცებ გავარდა ხალხი ვისაწერად აი ყველას გამოგიგზავნით მერე აი ორ საჩუქარს მაგრამ მოდით აბა რომელიღაცა მითხარით რა პრობლემა არის რატო ვერ გადადიხართ მე ეხლა გავაზიარებ ეს ეხლა გავაზიარე რეგისტრაციის ბუნი დახურულ ჯგუფში დავდებ
დაიდება რა თქმა უნდა თვითონ ვიდეოს ჩანაწერის დაიდება ასევე ბმულიც ახალ ჯგუფს ეს თქვენ მოგივათ მესენჯერებშიც ვინც ტესტ ამ სუპერ სტარტი 2018 ერთკვირიანის პროგრამაში მესენჯერში ვინც იყავით რეგისტრირებული მათ მოგივათ მესენჯერშიც და შესაბამისად ნინოს ქმარი შეჩვეულია ასეთ უცნაურობებს პირადშიც მოგწერე ვერ გადავდივარ მე არ მეკუთვნის საჩუქარი ნამდვილად რატო ლეკა აქ ხო ხარ თავიდანვე იყავი რამდენადაც მახსოვს კი ჯგუფშიც დავდება აუცილებლად და თქვენს გამოგიგზავნით რაღაცა არ ვიცი აქედან რატო არ იგზავნება უბრალოდ მე დავტესტავთ აბა კიდევ ერთხელ კარგად კარგი ჩემო ძვირფასებო ვინ მომწერა მე ვინც ეცადა და ვერ გადავიდა ვინ იყო რომ მე პირადში გავარკვიოთ აი რომელიღაცა ვინც ვითხარით რომ ვერ გადავედითო პირადში მომწერეთ რას პრობლემას ხედავთ ვინც შეძლებთ რომ აი რას გეუბნებათ როცა გადასვლას ცდილობთ და რატო ვერ გადადიხართ რომ იმის მიხედვით გავარკვიო რაშია პრობლემა რაღაცნაირად რომ ეს გქონდეს რაღაც ხელჩასაჭიდი ძალიან კარგი ჩემო ძვირფასებო უღმესი მადლობა ყველას თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ ბევრი რაღაც საერთო გვაქვს რადგან აქ ვართ ყველა ერთად ხო პირველ რიგში ალბათ ის რომ მაძიებელი ბუნება და მაძიებელი არა რაღაც ოქროს მაძიებლები სადმე მდინარეების ფსკერზე რო დაეძებენ ამ თევში ოქროებს არამედ ის ვინც ეძებს პირველ რიგში განს საკუთარ თავში და მე ადამიანებში აი ეს რაღაცა გვაერთიანებს თუნდაც აქ ამიტომ იქნება ძალიან პოზიტიური ენერგეტიკა ხოლმე განსაკუთრებით ეხლა ჩვენ აი ამ პროექტში ცოტა განსხვავებულია იმ ტრენინგ თამაშისგან იმიტომ რომ აქ ძირითადად მაინც კი იყო ჯგუფი კი იყო იქ რაღაც ესეთი ერთმანეთის კომენტარების მოფერებების რაღაცების მაგრამ აქ მაინც საკუთარ თავზე მუშაობა იყო ძირითადად ამაში იყო ადამიანები ჩართული ტრენინგ თამაში სულ სხვა ატმოსფეროა იქ თავიდანვე იწყება იქ ისეთი დავალებები არის იქ სულ ისეთი მოძრაობა არის ხოლმე რომ იქ ერთმანეთს ეხუტება ადამიანი გინდა არ გინდა იმ ერთი თვის განმავლობაში 35 წლის განმავლობაში და შესაბამისად იქ სულ სხვანაირი ენერგეტიკა ტრიალებს მაგრამ აქაც მე ესე იგი როგორ არის ძალიან კმაყოფილი ვარ და ახტოვანებული ასიამოვნები ვარ აი იმ ატმოსფეროთი რომელიც აქაც შეიქმნა ამას ქმნიან ადამიანები ამას ქმნით თქვენ თვითონ ამას ქმნით როგორ არის იცით ადამიანი მსგავს იზიდავს მსგავს და ამიტომ ჯერ არ ყოფილა ჩემს ჯგუფებში აი უფასო ჯგუფებსაც რო ქმნით ხოლმე ხომ არის ადამიანები ან ვებინარებზე უფასო როცა არის ხოლმე გაიჩნდებიან ხოლმე ადამიანები რომლებიც იქ რაღაცას ურევენ ან რაღაც შარზე არიან ჩემს შემთხვევაში ესეთი რაღაცები არ ყოფილა რაღაცა ცოტა თითქოს და ხანდახან შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს მაგრამ არასდროს არ დამჭირვებია მე აი ესეთ შეხვედრებზე რა ვიღაცის გაგდება ვებინარიდან იყო ჯგუფში დაბლოკეთ ერთხელ იმ 500 კაციან ჯგუფში ვიღაცა ჯგუფიდან გავაგდეთ არა უბრალოდ მაგრამ იქაც არა იმიტომ რომ რაღაც ცუდად იქაც რაღაცა ერთმანეთში მოვიდათ თვითონ მონაწილეებს რაღაც ვერ გაუგეს ერთმანეთს და უბრალოდ ჩვენ ჯგუფი რო დაგვერცვა ნეგატივისგან იმიტომ გავუშვით ორივე ერთად თორემ რაიმე კონკრეტულად არც ერთი არ მოსულა ასარევად ორივე მოვიდა სამუშაოდ მაგრამ რაღაც სიტუაცია იყო სხვანაირი ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია ყველა და ამიტომ არაფერი ისეთი პირადი ეს იმიტომ რომ მსგავს იზიდავს მსგავს და სწორედ აი ესეთი ვიზიდავთ ჩვენ ერთმანეთს აი ეს სიყვარულის ენერგია ის უზარმაზარი პოზიტიური ენერგია რომელიც თვითონ თქვენთაგანშია მე წარმოიდგინეთ ეს ერთმანეთს გადაეცემა ის როგორ არის იცით ადამიანი ერთი ენერგია არის დაუშვათ ერთი ადამიანი და მეორეც ერთი ენერგია არის ხო 1 + 1 უკვე ადამიანი ერთად რო შეიკრიბება ეს არ არის უკვე 2 ეს უკვე არის 4 და 5 მე რა 10 ადამიანი რო შეიკრიბება თითო ერთეული ენერგია აქვს ეს უკვე 10 ენერგია კი არ არის ეს უკვე 100 არის ანუ რაღაც ისეთი არითმეტიკული პროგრესიით იზრდება პირდაპირ ისეთი პროპორციულად არ არის ხოლმე და სწორედ ამიტომ არის აბა თქვენ დაკვირვები ხართ ხო აი ეს დაუშვათ მიტინგებზე, სტადიონებზე რაღაცა ეს ბევრი ადამიანი რო იკრიბება და იქ როგორ გადაეცემა 10 მაგდება, 100 მაგდება ხოლმე და ხანდახან თუ ადამიანებს აგრესიის ტალღა წამოვა, იმ დონეზე შეიძლება გადაიზარდოს ეს აგრესია, რომ თქვენ სტადიონებზეც კი სადაც არც მიტინგზე, არც რაიმე პოლიტიკური განცხადებებით არ არის ხალხი შეკრებილი, უბრალოდ თამაშის საყურებლად და სიამოვნების მისაღებად არიან მოსულები, ნგრევა და ერთი ამბები ყოფილა.
შეხოთაშორის მე მქონია ეგ შემთხვევა, თვითონ უნივერსიტეტის ნაკრებში ვიყავი რაგბის ნაკრებში სტუდენტობის დროს და იმაში ჭიათურაში ქონდა თამაში და თვითონ ჭიათურელმა რაგბისტებმა დაგვიცვეს. თორემ ესე იგი მთელი სტადიონი გადმოვარდა. ეგ რაგბისტის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რაგბიში ერთმანეთთან ჩხუბი მოდიოდა, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათი არის რაგბიში. მან ჩხუბი ერთმანეთის თავპირისპირება, ბოლოს ყველა ძმა იყო მაინც. სტადიონს გარეთ არ გადიოდა არაფერი. ხო და ესეთი ჩხუბი ატყდა უნივერსიტეტისა და ჭიათურის იქაურ ნაკრებს შორის და მოკლედ მთელი სტადიონი გადმოვარდა და ხოცავდნენ იქ რო არ ყოფილი, ისეთი აგრესია დაგროვდა. აი ესეთი ეხლა რას მოვაყოლე? როცა ადამიანები სიყვარულით თუ იკრიბება, ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამხელა სიყვარულის ენერგია იკრიბება, როცა აკუმულირდება, როცა ადამიანები ერთმანეთთან შეიკრიბებიან და სიყვარული უდეს მათ ესეთ თავყრილობას ერთმანეთს საფუძვლად და ძალიან ესეთი იგავი ერთ-ერთი ისტორია ჩემს მიერ თარგმნილი. ცოტა ჩემებურად თარგმნილი დევს ჩემს გვერდზე კიდევ ნუ დააშორეთ გულებს ერთმანეთს. გადაავლეთ კიდევ თვალი თუ არ წაგიკითხავ, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ადამიანები როცა კამათობენ, ანუ რო კამათობენ, რატო უწევენ ხმას? აი ეს საინტერესო შეკითხვა ისმება. იმიტომ რომ მათზე დროს ადამიანთა გულები შორდება ერთმანეთს. და რაც უფრო უწევს ადამიანი ხმას, ხდება რომ მის შორს არის ვერ აგებინებს, მით უფრო შორდება გულს და საბოლოო ჯამში უკვე ყვილზე რო გადადიხარ, ფაქტი იმ დონეზე შორდება, რომ მაინც ვერ აწვნა ეს უზარმაზარი აგრესიები, ჩხუბი ვაი უიხდება. და თუ ადამიანებს ერთმანეთი სიმპათიურება, თუ ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, მაშინ მათი გულები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ჩხუბი არ არის საჭირო, ყვირილი არ არის საჭირო, ისედაც შეიძლება გააგობინო. და რაც უფრო მეტად მოსწონთ ადამიანებს ერთმანეთი, მით უფრო ახლოს არის, მით უფრო ხმადაბლად შეიძლება და თუ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, ჩურჩულითაც შეიძლება გააგებინო. აი ესეთი დიდი სიყვარულის დროს, ხო იცით რომ შეყვარებულ გულებსო სიტყვის ამოღებაც არ ჭირდება, უხმოდად შეუძლია ერთმანეთს ესაუბრონო. აი ეს არის როცა გული თითქმის ეს ერთიანდება. სიყვარული როცა არის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის გვიყვარდეს ერთმანეთი, ვეცადოთ რომ ჩვენი გულები არ დაშორდეს ერთმანეთს. რაც არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ყველა ჩვენი სისუტეები გვაქვს, არავინ არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ რაღაც თქვა პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს იმას, რომ შენ სულ უნდა იყო კარხასიათზე. ეს უაზრობა, რობოტი ხო არ ხარ. იქნება ესეც, იქნება ისიც. პოზიტიური აზროვნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შენ არ შეინახო შენში ის ნეგატივი, შენ შეიძლება გაბრაზდეს, შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ მე ბოღმიანმა არ უნდა იარო მთელი წვისა და არ უნდა ატარო ეს გუშინ, უნდა განთავისუფლდე ამისგან. პატიების უნარი საიტი, ჩემ საიტზე დევს ესეთი სტატია, თუ წაიკითხავთ, მან წერია მე რა დამმართა. 3 წელი შურიძიების გზნობით რომ დავდიოდი და დღე და ღამე ჩემი ძმის ყოლობის მერე იმით თავდებოდა და იმით თენდებოდა, რომ მე უნდა მეპოვა დამკვეთები, ვინც ეს ტერაქტი მოვაწყო და შემსრულებლების და სულ მაგას წარმოვიდგენდი, როგორ ავიყვანდი ამ ხას სასაფლაოზე და იქ როგორ ვიძიებდი შურდაძე თვითონ საფლაოზე როგორ დავაკლავდი. 3 წელი საშინელ დღეში ჩავაგდე, ნერვების ფიზიკურადაც ყველანაირად. მადლობა ღმერთს, რომ მე რაღაცნაირად გზად ამანახა და გამომიყვანა ამ უაზრო და ისევ დაიწყო იმ ძმისშვილის ერთი სიტყვით, როდესაც 4 წლის გახდა და სათამაშო ავტომატია ჩქეს და მეუბნება რომ რო გავიზრდებიო ნამდვილს ხომ იყიდიო და რა თქინდა ნიგუშა მეოთხა რა თქინდაო და ყველა უნდა დავხოცო ვინც მამაჩემი მოკლაო და მაშინ აი 4 წლის ბავშვმა წარმოგიდგენია და მაშინ მივხვდი თუ რა დღეში აი რაღაცა ჩაირთო მაშინ და იმის მერე წამოვიდა ცხოვრება სულ სხვანაირად და მადლობა უფალს რომ შემაძლებინა ეს და ეს შენ ცხოვრებაში შემოიყვანა ის ადამიანები შემდგომში თანდათანობით ვინც დამეხმარნენ მე რომ გამოსულიყავი იმ კოშმარიდან ასე რომ ნუ დააშოროთ გულებს ერთმანეთს გვიყვარდეს ერთმანეთი მოვიფეროთ ერთმანეთს გაურთხილდეთ ერთმანეთს იმიტომ რომ სიყვარული არის ის უზარმაზარი ენერგია რომელიც დღეს გადაარჩენს სოფლიოს სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენივე უგუნურობით ჩვენივე აგრესიით მივაქანებთ ამ სამყაროს ადამიანების სამწუხაროდ ურჩხულისკენ და ისევ სიყვარული შემოუშვა ჩვენს გულში სიყვარული და როგორც აი სიბნელეს ხო ვერ გაიტან ოთახიდან სინაც შუქს თუ შემოიტან თავისთავად გაქრება ისე არის შემოვიტანოთ სიყვარული ჩვენს გულებში რაც შეიძლება უფრო მეტი სიყვარული და აი სიბნელე ჩვენს გულში რაც არის ის აგრესიების თანდათანობით წავა გაქრება ისიც აი ეს სიბნელესავით 300,000 კილომეტრი წამში სიჩქარით მე ხა გემშვიდობებით ყველას გისურვებ წარმატებებს მიყვარხარ კოსმით გეხვევით ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე ან ერთად ავალთ იქ